მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯანდაცვის სექტორში, მედიცინაში, კომუნიკაციის თანამედროვე სტანდარტების ამ სპეციალურ ვიდეო კურსზე, რომელიც პირველად საქართველოში შეიქმნა თქვენთვის, რათა უფრო გაგიმარტივდეთ ამ ახალი თანამედროვე სტანდარტების შესწავლა, უფრო კარგად მოარგოთ თქვენი პრაქტიკა იმ სტანდარტებს, მოთხოვნებს, რომელიც დღეს არსებობს ბაზარზე და უბრალოდ იყოთ უფრო წარმატებული ექიმი. ეს კურსი საქართველოში 2019 წელს დაუდერგეთ და დაფუძნებულია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მაიო კლინიკის და ამ სფეროში ჯანდაცვის სექტორში მოღვაწე ბევრი ცნობილი საერთაშორისო მოთამაშის სასწავლო სატრენინგო მასალებზე, პროგრამებზე, მათი კომუნიკაციის სტანდარტებზე და ასე შემდეგ. ეს კურსი არის ძალიან აკადემიურად შედგენილი კურსი, მაგრამ ამავდროულად ძალიან პრაქტიკული კურსი. უამრავი кейსით, მაგალითით და ასე შემდეგ. რეალურად ეს არის პროგრამა, რომელთაც საქართველოში ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ექიმებს, მათ შორის ქართველ და უცხოურ სტუდენტებს, რომლებიც იქ სწავლობენ, ვასწავლით კომუნიკაციას და ვასწავლით პაციენტთან ურთიერთობას. და ეს არის კურსი, რომელთაც უკვე ძალიან დაინტერესდა ძალიან ბევრი წამყვანი კლინიკა საქართველოში, სამედიცინო დაწესებულება საქართველოში, ის დაწესებულებები, რომელთაც რაღაც შეხება აქვს პაციენტებთან, სამედიცინო სექტორთან და ძალიან მიხარია, რომ ეს ასე მოხდა და საქართველოშიც ნელ-ნელა ინერგება ის თანამედროვე სტანდარტები, რომელზეც ვისაუბრებთ. მე პირადად ძალიან მიხარია და მართლა ვამაყობ, რომ ძალიან კარგი პროგრამა შეიქმნა, პროგრამა, რომელსაც ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა არა მარტო სტუდენტებისგან უნივერსიტეტში, არამედ ძალიან კარგი უკავშირი და ძალიან კარგი ფიდბექი იყო პროფესიონალებისგან, ექიმებისგან, რომლებთან ერთად ჩავატარეთ ძალიან ბევრი ტრენინგი სხვადასხვა კლინიკებში ამ წლების განმავლობაში და ესენი არიან უბრალოდ ის ადამიანები, რომელთა კომენტარებით, რომელთა შეფასებებით, რომელთა უკავშირით კიდევ და კიდევ უფრო იხვეწებოდა ეს პროგრამა 2019 წლიდან დღემდე. ვისთვის არის ეს კურსი შექმნილი და ვინ იღებს ხოლმე ყველაზე უფრო ხშირად მონაწილეობას იმ ტრენინგებში, რომელსაც ამ პროგრამის მიხედვით ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ექიმები, სხვადასხვა პროფილის ექიმები, ოჯახის ექიმები, მათი ასისტენტები, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, მედები, სხვა დამხმარე სამედიცინო პერსონალი, ადმინისტრაციული მხარდამჭერი პერსონალი, როგორც არის თქვა, რეცეფციაში მომუშავე თანამშრომლები და ასევე მენეჯერები, ან ის ადამიანები, რომლებიც ადგენენ გარკვეულ პროცედურებს კლინიკებში და ან არიან პასუხისმგებლობი ამ პროცედურების ამ სტანდარტების შესრულებაზე. ამიტომ საკმაოდ ფართო სპექტრი არის ადამიანებისა, რომელსაც შეუძლიათ ძალიან ბევრი საინტერესო რამ წაიღონ ამ პროგრამიდან. რა თქმა უნდა, შეიძლება ძალიან ბევრი ლაპარაკი იმაზე, თუ ზოგადად რატომ არის მნიშვნელოვანი კომუნიკაცია, ხო? დავიწყოთ იქიდან, რომ რა თქმა უნდა, ადამიანები მოვედით აქამდე, სადაც მოვედით, ალბათ თუ კარგად, იმით რომ ჩვენ განავითარეთ ჩვენი კომუნიკაცია, ჩვენ შევძელით ეფექტურად ინფორმაციის გაცვლა ერთმანეთისთვის და დავაჯერეთ ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიებში. მაგრამ მოდით ეს ცოტა ხანი გვერდით გადავდოთ და ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა ხდება სამედიცინო სექტორში და რატომ არის ასეთი აქტუალური, განსაკუთრებით ამ ბოლო წლების განმავლობაში სამედიცინო სფეროში კომუნიკაცია. და საერთოდ ანუ თქვენთვის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გადაწყვიტეს, რომ მოდი ახლა ამ კურსს გავივლი. აი თქვენ რას მოგცემთ რეალურად ეს კურსი? ხელშესახები რა იქნება? რაიმე სიძლიერე იქნება, დამატებით რაიმე უპირატესობა იქნება, დამატებით არის ეს ხელშესახები, არის ეს მნიშვნელოვანი და რელევანტური? მოდით ამაზე ვისაუბროთ, ხო? და ამაზე საუბარი ცოტა უფრო შორიდან უნდა დავიწყოთ და მოდით ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ განვითარდა და როგორ ვითარდება დღეს ზოგადად ჯანმრთელობის დაცვის სფერო. მოდი ახლა ერთად შევხედოთ ამ სლაიდს. ნაკლები არის რეალურად ფრაზების, რომელიც შეიძლება ძალიან ხშირად გვსმენია მომსახურების გაწევისას პაციენტებისგან. სუფთა კარგი კლინიკა, ხანდახან ეს მარტივად ახასიათებენ ხოლმე და წინ წამოწევენ ხოლმე ჰიგიენურ ფაქტორებს პაციენტები. მან ტყავთ ყველაზე მაგარი სპეციალისტი. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში ეს პაციენტი კონკრეტული სპეციალისტთან თომისთვის მიდის ამ კლინიკაში. თქვენთან მირჩია ჩემმა ახლობელმა რჩევის თემა, ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, რომ ურჩიოს ვიღაცამ, ხო? პირველად ვინც ნახე, ეს ყურადღებიანი ექიმი აღმოჩნდა, ეს ყურადღებიანობის თემა, ამაზეც ბევრს ვისაუბრებ შემდგომში, რა იწვევს იმას, რომ პაციენტი ფიქრობდეს, რომ მას ყურადღებით მოусმინეს. უამრავი ნეგატიური შეფასება შეიძლება იყოს, როგორც არის, მაინც არენდო გადაამოწმე, ეს არა მარტო ქართული, არამედ ზოგადად დღეს მსოფლიოში მიმდინარე ძალიან აქტუალური ტენდენციაა. ნორმალურად ვერ ჩაეწერები, უნდა დაკარგო მთელი დღე რიგში. ეს ძალიან ქართული რამე არის ამ შემთხვევაში, რიგის მოწესრიგების პრობლემა, ჩაწერილი, მათ შორის ჩაწერილი პაციენტები დროულად რომ მიიღოს ექიმმა, რამდენად ამის შესაძლებლობა არის სხვადასხვა კლინიკებში. დაზღვევით მომიწია, მან თორემ არც მივიდოდი ასეთი შეფასებებიც გაგვიგია. გასაგებია ესეც, ვიღაცას საერთოდ არ აინტერესებს ამ შემთხვევაში, რაც კონკრეტული კლინიკა და მისი ხარისხი თუ უხარისხობა, მაგრამ ნუ სხვა გზა არ აქვს, ვფიქრობთ, რომ აი დაზღვევით მხოლოდ მან შეუძლია მისვლა და მაგიტომ მიდის. ეგერი მარტო ფულის კეთებაზე არიან გადასულები, ნუ თქვათ კატასტროფა, როცა ასეთ შეფასებას ვიღებ ცხადია და ბევრი გაბწარებული, გაბრაზებული, განაწყენებული პაციენტი
დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, ასეთ ბევრ ეპითეტს, ასე ვთქვათ, მოგვიწვნის, ხო? აი ნახეთ, ექიმი უნდა იყოს პროფესიონალი, სპეციალისტი, რომელმაც იცის მკურნალობა და არა ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ეგრე აღარ არის. ყოველ შემთხვევაში ასე აღარ ფიქრობს უმეტესობა იმ პაციენტებისა, რომლთანაც ჩვენ შეხება გვექნება. ანუ მთელი ეს პროგრამა რეალურად აგებულია იმ მოცემულობაზე, რაც დღეს უკვე გვაქვს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, რომ ნელ-ნელა ექიმის როლი, ფუნქციები, ის მოლოდინები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ექიმებისგან, ეს ყველაფერი იზრდება, უფრო და უფრო ყოვლის მომცველი ხდება და მოკლედ რომ შევაჯამოთ, გაცილებით უფრო გართულ და ცხოვრება ექიმებისთვის და გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტების ურთიერთობების მოთხოვნა წამოვიდა. ნახეთ როგორი მიდგომა იყო, რომ ყოველთვის მე-20 საუკუნის ბოლოს, მე-21-ის დასაწყისში ჩვენთან საქართველოში, რომ აი ექიმი უნდა იყოს პროფესიონალი, სპეციალისტი, რომელმაც იცის მკურნალობა კონკრეტული დაავადებების. აი ურთიერთობის თემა საერთოდ ან არ იყო ხოლმე ნახსენები, ან რაღაცა იქით მეორე, მესამე პლანზე იყო, სადღაც სხვათა შორის ნათქვამი. აღარ არის ეგრე, ხო? დღეს პრობლემა იმაშია, რომ გაცილებით უფრო მეტი ექიმია. და რატომ არის ეს პრობლემა? პრობლემა სულაც არ არის, ძალიან კარგია, ხელმისაწვდომობა გაიზარდა ძალიან სამედიცინო მომსახურების და ექიმებზე წვდომაც გაიზარდა და ყოველთვის ძალიან კარგია ეს. თითქოს. მაგრამ ნახეთ მეორე მხარე აქვს, ხო, ამ მედალს. მეორე მხარე ის არის, რომ რაც უფრო ბევრია, რუსთაველის არ იყოს ოდეს ტურფა, გაიებდეს აღარ აღრის არცაც ჭირადო, რაც უფრო მეტი არის ამ შემთხვევაში მიწოდება სამედიცინო მომსახურებზე, მეტი ექიმია უბრალოდ, მით უფრო ნაკლები არის ნდობა თითოეული ამ ინდივიდის, თითოეული ექიმის. ანუ ექიმებს სჭირდებათ განსაკუთრებით მეტი ძალისხმევა და ფიქრი იმაზე თუ როგორ მოიპოვონ ის, რაც ადრე ისედაც ჰქონდათ მათ მარტო იმიტომ რომ ჰქონდათ თქვა სამედიცინო განათლება, დიპლომი. დღეს ასე აღარ არის. ეს აღარ წყვეტს არაფერს. ის დიპლომი არაფერს აღარ წყვეტს, ხო? ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი და ამ ნდობის მოპოვება უძნელესი, ძალიან რთული ამოცანა, რომელიც თითოეული ექიმის წინაშე და კლინიკების წინაშე დგას. სხვათა შორის არსებობს ძალიან კარგი განსაზღვრება ნდობის ფსიქოლოგიურად, რას ნიშნავს ნდობა და ესე აღწერენ მარტივად რომ თქვათ, რომ ეს არის ფენომენი, როდესაც თქვენ შეუიარაღებელი რჩებით მეორე მხარის მიმართ, ხო? იმდენად ენდობით, რომ თქვენ აბჯარს მთლიანად მოიხსნით და ეს ნდობა, რა თქმა უნდა, ბავშვებს მაგალითად ყველაზე უფრო მეტი აქვთ, ხო? ისინი ენდობიან, ისინი უფრო მინდობები არიან. ბავშვი რომელიც სადღაც მაღლა აზრება, რაღაც კარადაზე და იქიდან გადმოხტომა უნდა და დაბლა დედა ან მამა ელოდება ხელებ გაშლილი, ბავშვი ხტება იქიდან არეშინია, იცის რომ დაიჭერენ. ნუ სანამ რაღაც ეტაპზე ან ვერ დაიჭერენ, ან რაღაც იტკენს და ასე შემდეგ და მე უკვე ნელ-ნელა ეს ნდობა და ეს ფენომენიც მიდის იქითკენ, რომ აი უკვე შეიძლება უფრო ნაკლებად ენდობიან. რაც უფრო ვიზრდებით, მოკლედ, უფრო და უფრო სამწუხაროდ, უფრო და უფრო ძნელი ხდება, რომ ვენდოთ. და უფრო და უფრო ძნელი ხდება, რომ აბჯარი ესე ჩამოვიხსნათ და შეუიარაღებელი ვიყოთ მეორე მხარის მიმართ. არა და ფსიქოლოგიაში ესე ცნობილია, რომ ნდობა არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ბედნიერების. ანუ თქვენ თუ არ შეგიძლიათ ენდოთ ადამიანებს, ეს სერიოზული ფსიქოლოგიური კონდიციაა და ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ უბრალოდ ეს ყველაფერი ინიღბება იმით, რომ ანუ ყველას რო ვენდოთ აბა მაშინ, რა თქმა უნდა, ყველა გამოგვიყენებს და ცუდი რაღაცები დაგვემართება. რა თქმა უნდა, ყველას არ უნდა ვენდოთ, რა თქმა უნდა, ზოგადად ძალიან ძნელია ნდობა და მაგაში არის ზუსტად მთელი პრობლემა, მაგრამ ნდობის გარეშეც არაფერი არ გამოდის, ხო? ანუ აი თუ არ გადავაბიჯებთ ამას და არ გავრისკავთ იმ კუთხით, რომ მოდი ვენდოთ ვიღაცას, რამდენიმე ადამიანს. ყავდეს ვიღაც ადამიანები, ვისთანაც ჩვენ მივდივართ ისე, რომ რეალურად ვიცით, რომ ისინი ჩვენსკენ არიან და ისინი ჩვენს წინააღმდეგ არ არის. ამიტომ აბჯრის ასხმა არ არის საჭირო. ეს არის ნდობა და აი ამის გამომუშავებაა ძალიან რთული ექიმებისთვის, ხო? ვიცით თუ არა ყოველთვის თუ რატო ვენდობით, საერთოდ როგორ ჩდება ეს ნდობა, ეს ფენომენი. ძალიან კარგი კითხვაა და მთელი ამ კურსის განმავლობაში შევეცდებით, რომ ზუსტად აი პასუხი გავცეთ და ერთად შევძლოთ, რომ უფრო მეტი ნდობა მოვიპოვოთ, ხო, ჩვენი
პაციენტებისგან. ის თემები, რომელიც ამ პროგრამაში არის განხილული, ეს არის ნდობა და რაპორტი, აღქმა, შთაბეჭდილებების თემა, მოლაპარაკების ტექნიკების და დარწმუნების ტექნიკები, მესიჯების შერჩევა და სწორად მიწოდება, დაალაგება ამ მესიჯების, ფსიქოტიპის გათვალისწინება პაციენტის, სხვადასხვა ფსიქოტიპებზე მორგება, სხვადასხვა ფსიქოტიპისთვის სხვადასხვა მიდგომებზე არის საუბარი. არავერბალური კომუნიკაციის კომპონენტები, როგორ ვიყურებ ჩვენ ჟესტებს, მიკროგავამეტყველებებს, ასე შემდეგ. პაციენტთან ურთიერთობის მართვა და რაც ყველაზე მთავარია, ალბათ პაციენტის мотивация, ხო, ჩვენ ხო мотиваტორები უნდა ვიყოთ. ექიმები უნდა აჩენდნენ мотивациას ადამიანებში, რომ მათ შეცვალონ რაღაც თავის ცხოვრებაში, რათა იყვნენ უკეთ. და ეხლა ნახეთ, ესეც რაღაც ახალია, ხო? ანუ ადრე ესე არ იყო, ადრე უფრო მიდგომა ასეთი იყო, რომ მე ვარ ექიმი, მოვიდა ჩემთან ადამიანი, აწუხებ შაქრიანი დიაბეტი, მე მას ურჩიე ცხოვრების ჯანსაღი, ასე ვთქვათ, სტილის ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ასე ცხოვრება, დაუწერე კონკრეტული, ვთქვათ, მედიკამენტები, დავიბარე შემდგომ გამოკვლევებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ რამდენად ის ადამიანი შეასრულებს შემდეგ თუნდაც იმ ბანალურ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას. ეს თითქოს ისერჩება, თითქოს აი ექიმი აქ არაფერ შუაში არ არის. არა და ეხლა დღევანდელი მიდგომით და იმ მიდგომით, რომელიც დღეს თანამედროვე მსოფლიოში ასე უყურებთ, ხო, ბიოფსიქოსოციალურ მიდგომას, რასაც უწოდებთ, ამ მიდგომით ჩვენ ზუსტადაც რომ უნდა გავითვალისწინოთ უამრავი რაღაც, უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, რაც ვიცით პაციენტის შესახებ, ძალიან ბევრი ინფორმაცია გვჭირდება პაციენტის შესახებ, რომ ისეთ დაავადებები, განსაკუთრებით რა თქმა უნდა, ქრონიკული დაავადებები, როგორც რა თქვა, თუნდაც დიაბეტი, ჩვენ შევძლოთ, რომ არა მხოლოდ დავუწეროთ რაღაც და ვუთხრათ, რომ შენ ესე უნდა გააკეთო, არამედ ამ პაციენტთან ერთად ვიყოთ როგორც გიდი ამ პაციენტის. როგორც ადამიანი, რომელსაც ეს პაციენტი ენდობა და როგორც ადამიანი, რომელიც ამ პაციენტისთვის წარმოადგენს გარკვეულ ინსპირაციას, გარკვეულ мотиваციას, რომ რაღაცები შეასრულოს, თუნდაც იმ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიოს და კონკრეტულად რაღაცები გააკეთოს. არსებობს ასეთი ცნება, რაპორტი. რას ნიშნავს რაპორტი? არაგვერიოს რეპორტში. ხომ, სულ სხვა რაღაც არის. რაპორტი ნიშნავს ქვეცნობიერ კავშირს. რაღაცა ისეთ კავშირს, როდესაც აი წარმოიდგინეთ, აი შეხვდებით პირველად ადამიანს და უცბად რაღაც მარტივად მიდის ყველაფერი, თითქოს თავის ლაგდება, კარგად მიდის ურთიერთობა, პირველივე წამებიდან რაღაც ეწყობა და ესე მიდის ძალიან მარტივად. ნიშნავს, რომ რაღაც დამყარდა, რაღაცა ერთი ადამიანი მეორესთან კარგად დაკავშირდა. ხან პირიქით ხომ, ანუ პირველივე წამებიდან შეიძლება აღარ მოგინდეთ ვიღაცასთან საერთოდ ურთიერთობის გაგრძელება და პირად ცხოვრებაში გასაგებია, რომ ჩვენ ვირჩევთ ვისთან კონდეს ურთიერთობა, ვისთან არა, მაგრამ სამსახურეობრივ გარემოში სხვადასხვანაირ ადამიანებთან გვიწევს ურთიერთობა, სხვადასხვანაირ პაციენტები მოდიან ჩვენთან და თუ ეს რაპორტი ბუნებრივად ამყარდება, ჩვენ გვიწევს დავამყაროთ ეს რაპორტი. ვიმუშაოთ ამაზე. ეხლა ამ რაპორტს თავისი დონეები აქვს, სხვადასხვა დონეა, სხვადასხვა სიღრმის მიხედვით, ხო? ანუ რამდენად სიღრმისეულად, რამდენად უფრო ძლიერ კავშირს დავამყაროთ და მოდი განვიხილოთ რა დონეებია ესე. რაპორტის პირველი დონე, ანუ ყველაზე ნაკლებად სიღრმისეული, უფრო ისეთი უფრო ზედაპირული დონე, ანუ ისეთი კავშირი, რომელიც არ არის ძალიან მყარი შეიძლება და მხოლოდ რაღაც უფრო ზედაპირული არის, ეს პირველი დონე არის ძალიან საინტერესო, ეს არის მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხეულის ენა, ანუ ეს მიკროგავამეტყველებები ჩვენ სახელზე, ის მიმიკა, როგორ გავართ და ასე შემდეგ, ხო? ნახეთ როგორი საინტერესო რაღაც არის. აი, თქვენ თუ დაუკვირდებით ორ ადამიანს, რომელმაც ამ წამს გაიცნეს ერთმანეთი და დგანან უბრალოდ სადღაც მოშორებით და თქვენ არც გესმით ისინი რაზე საუბრობენ, თქვენ შეგიძლიათ გამოიცნოთ მეტ-ნაკლები, თქო, სიზუსტით, რამდენად ეს ადამიანი კარგად უგებს ერთმანეთს, კარგად დაუკავშირდნენ ერთმანეთს. მარტივად შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. ანუ თუ ხედავთ, რომ დაახლოებით ეს ადამიანები ერთნაირი პოზაში არიან, როდესაც საუბრობენ. ერთი მიეყუდა ოდნავ კედელს, მეორეც მიეყუდა. ერთმა თქვა საუბრისას მოსვა წყალი, მეორემაც მოსვა. ერთმა ხელი ასე დაიდო, ფიქრობს, უსმენს, მეორემაც მოსმენისას იგივე გააკეთა. აი, ჩვენ ამას ვაკეთებთ გაუთვითცნობიერებლად, იცით, არ ფიქრობთ ამაზე. მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული სარკის ეფექტი მუშაობს და სხვათა შორის მე ამას ასწავლენ ხოლმე გაყიდვების სფეროში მომუშავე თანამშრომლებს, რომ ანუ თუ კი თქვენ გინდათ რომ კარგად გაყიდოთ რაღაცო, ხო, უნდა ეცადოო რომ იმის მსგავსი იყო და თუ კი რასაც ის გააკეთებს, დაახლოებით იგივენაირად მოიქცე. რატო? ხა საიდან ხდება ეს ყველაფერი? ხდება იქიდან რომ ასე ვართ ადამიანები დაპროგრამირებულები. ხო? მოდი ეს სიტყვა ვიხმაროთ, პროგრამირება. დაპროგრამირებულები ვართ ასეთნაირად ბევრი 1000 წლეულების განმავლობაში, რომ ჩვენნაირი თუ არის,
საფრთხეს იქ სავარაუდოდ ვერ ხედავთ და ვიღებთ, მაგრამ თუ ოდნავ განსხვავებულია, იქ შეიძლება რაღაც საფრთხე იყოს, შეიძლება რაღაც არ მოხდეს. ნუ რატო მოხდა ესე და რატო განვითარდით ასე რომ განსხვავებულის გვეშინია ეს კითხვა ალბათ ადამიანებთან არ უნდა ვსვათ ერთმანეთთან რატო იმიტომ რომ ნუ რეალურად ასეა ბუნება მოწყობილი ხო მაგრამ ნებისმიერ არსებას ცხოველს ფრინველს თუ ასე შემდეგ უნდა განსხვავებული თუ არის იქ ეშინია ხო არ არის იქ საფრთხე სხვა ჯიშია სხვანაირია და ხო არ იქნება იქ რაღაც საფრთხე მაგრამ ჩვენ რა გვჭირს ჩვენ ხო ერთი ჯიში ვართ ადამიანები ვართ უბრალოდ შეიძლება ოდნავ განსხვავებული იყოს ადამიანი და ის რო ხო აღარ არის აი ტომებად რო ცხოვრობდით რაღაც და თისაკეთ ცხოვრობდნენ თქვა შავთმიანი ხალხი და თისიქით ქერათმიანები და აქეთ შავთმიანებს ქერათმიანების ეშინოდათ და ფიქრობდნენ რომ ისინი იყვნენ რა ქვია არ ვიცი ბოროტისულები იყვნენ და ასე შემდეგ მარტო იმიტომ რომ განსხვავებული თვისფერი ქონდა ნუ რა თქმა უნდა აქედან მოდის რასიზმიც აქედან მოდის კიდევ ბევრი უბედურება და ბევრი ძალიან ცუდი რაღაც რაც საზოგადოებას ახასიათებს დღესდღეობით და ჩვენ ხო გვაქვს პრეტენზია იმაზე რომ ადამიანები ვართ და ცოტა უფრო მეტად ფიქრობთ რაღაცეებზე ვიდრე დანარჩენი არსებები ამ პლანეტაზე, ხო? თუ კი ამის პრეტენზია გვაქვს, მაშინ მოდი დავფიქრდეთ, რომ განსხვავებული საფრთხე ყოველთვის შეიძლება არ იყოს, ხო? განსხვავებული შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ შეიძლება უბრალოდ ასეც ხდებოდეს რაღაცის გაკეთება, ასეც გამოიყურებოდეს ადამიანი, ასეთიც იყოს ადამიანი და ასე შემდეგ. ამიტომ განსხვავებულობა რეალურად სიძლიერია. ხა ერთ მაგალითს მოგიყვანთ რეალურად რომელიც ძალიან ხშირად არის ხოლმე სოციოლოგიის სხვადასხვა წიგნებში მოყვანილი. ესეთი მაგალითია. წარმოიდგინეთ, რომ საზოგადოება შედგება ესეთი ოდნავ დახრილი ხაზებისგან. აი ეს ოდნავ დახრილი ხაზები არის და ეს ოდნავ დახრილი ხაზები წარმოადგენენ საზოგადოებას. მეტნაკლებად ერთნაირი ოდნავ დახრილი ხაზებისგან შემდგარი საზოგადოება. ყველა ერთნაირია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ძნელია რა თქმა უნდა ამის წარმოდგენა, იმიტომ რომ უტოპიურია, მაგრამ წარმოვიდგინეთ. რა ხდება თუ კი ასეთი საზოგადოება არსებობს და უცებ ამ საზოგადოებაში გაჩნდა ერთი არა დახრილი ხაზი, არამედ საიდანაც და აღმოჩნდა ესეთი სამკუთხედი. რა თქმა უნდა საზოგადოების ყველა წევრი ამ სამკუთხედს უყურებს როგორც რაღაც საშინელებას, როგორ შეიძლება ასეთი იყო, როგორ შეიძლება ესე გამოიყურებოდი, ან როგორ შეიძლება ამას ასე აკეთებდი. ხო, მარტო იმაზე არის როგორ გამოიყურები. შეიძლება იყოს როგორ აკეთებ საქმეს, როგორ გაცვია, რას ფიქრობ, რა არის შენი მსოფლმხედველობა, რა ღირებულებები გაქვს და ასე შემდეგ. ანუ როგორც განსხვავებული სამკუთხედს დავინახავთ რაღაც რომელიც ჩვენთვის უცხოა, ჩვენ გვახასიათებს ანუ აი ამის განსჭა და თქმა იმის რომ ეს სამკუთხედი არის საშინელება და ნუ როგორ შეიძლება ბავშვები უყურებენ ამას და მე რა მაგალითს აიყენებ. სოციოლოგიაში ძალიან საინტერესოა მე ეს მაგალითი მოდით ხა ცოტა პრო ისე გავაშარჟოთ, ცოტა უფრო გავამხიარულოთ და ვთქვათ, წარმოიდგინოთ ეგეთ სიტუაცია, რომ ერთ-ერთმა ესმა სამკუთხედმა იქირავა ბინა ამ საზოგადოებაში, ამ ქალაქში, დახრილი სწორი ხაზის გვერდით, ხო? ბუნებრივია ეს ხალხი ცხოვრობენ და ნუ აი გაჩნდა სამკუთხედი, სადღაც ხო უნდა იცხოვროს და სადღაც იქირავა ერთ-ერთ ბინა. და ნუ რა თქმა უნდა, ის მისი მეზობელი ვთქვათ, მასთან ერთად ცხოვრობს სართულზე, ხო? ანუ გადარეულია და გამწარებულია, იმიტომ რომ ფიქრობს რომ ერთო ეს რა დამემართა, ეხლა ეს საშინელება ის სამკუთხედი უნდა ცხოვრობდეს ეხლა ჩემს გვერდით და ნუ აქვს ეს ტრაგედია დრაქნას, ანუ გაყიდოს ბინა, გადაცვალოს, მაგრამ ვინ გადმოვა აქ, როცა გაიგებენ რომ აქ სამკუთხედი ცხოვრობს. ხო, ნუ მოკლედ არის ამ ტრაგედიაში, ნუ რა თქმა უნდა, მას დანარჩენი მეზობლებიც ემხრობიან, წარმოიდგინეთ, ქვევიდან მეზობელი ამოდის ხანდახან ამ მეზობელთან და ეუბნება როგორ ხარ, როგორ უძლებთ ამას ეს რო ყავს აქ, აი რა გავაკეთოთ და ასე შემდეგ. და ნუ აი ამ ბაივიში არიან. გადის რაღაც პერიოდი, 1-2 კვირა ვთქვათ, შეიძლება 1-2 თვე და ასე შემდეგ და ნუ აი ქვევითა მეზობელი ვთქვათ კიდევ ერთხელ ამოდის და ამოაკითხავს რომ მოიკითხოს აბა რა ხდება იმზევით მეზობელთან, ანუ როგორ არის ის კარის მეზობელი, სამკუთხედი, რას შრება საერთოდ და როგორ უძლებთ კიდევ და ასე შემდეგ და ნუ შეიძლება უკვე ესეთი სიტუაცია დაახტოს რომ ეს მეზობელი ამ მეზობელმა უპასუხოს რომ იცი რა არის აი საშინელება მართლა, ნუ ვცდილობთ რომ ანუ რაღაც არ ქონდეს იმდენად კონტაქტი, თავისთვის იყოს და კიდევ კარგი თავისთვის არის ეგ მაინც კარგია რომ ჩვენ არაფერს არ გვიშავებს. ეს უკვე იმ ქვედამეზობელს ეუცნაურება როგორ ანუ ნახე აი ფიქრობს ალბათ რომ აი ნახე ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და აი როგორ მიეჩვია ამასაც აი ამ საშინელებასაც კი რომ სამკუთხედია მის გვერდით მიეჩვია და იძახის რომ ნუ არაუშავს მე არაფერს არ მავნეს და იყოს სამკუთხედი. უკვე ცოტა ისე გწნობს ქვედამეზობელი თავს. კიდევ 1-2 კვირა ან თვე შეიძლება გავიდეს და კიდევ ამოვაკითხოს და უკვე შეიძლება ამ ზედამეზობელმა ესეთი რაღაც უპასუხოს რომ ვიცი რა არის აი რა ვიცი ნორმალურია რაღაცა შეიძლება 1-2 ჯერ შეხება ქონდა იმ სამკუთხედთან
ისეთი ყოფითი და არაფერი ის განსაკუთრებული და უთხრას რომ იცი რა არ ისეთი ცუდიც არ ყოფილა თურმე კიდევ კარგი ნორმალურად ვართ რა თქმა უნდა საშინელება მაინც იცახეს მაგრამ აკრათ შევეჩუეთ ამას კიდევ 1-2 კვირა თუ გავა და კიდევ ამოდის მეზობელი კიდევ ეკითხება ამას აბარაშვრებით როგორ ხართ იწყება ეს ჭორაობა მითქმა მოთქმა ვაივიში ასე შემდეგ ისა აქ უკვე შეიძლება ძალიან საინტერესო რაღაც მოხდეს შეიძლება რაღაც ეტაპზე ამ მეზობელმა უპასუხოს იმ თავის ქვედა მეზობელს რომ იცი რა აი ეს სამკუთხედი ზოგიერთ სწორხას ნამდვილად მირჩევნია და აქ უკვე ის ქვედა მეზობელი გიждდება რა მოხდა აი როგორ გადაგვარდა თუმე ესეც ანუ მისი ტვინი როგორ იძახის რომ სამკუთხედი შეიძლება ზოგიერთ დახილხას ჯობდეს როგორ შეიძლება საერთოდ სამკუთხედი დახილხას ჯობდეს ანუ რა ხდება რა სამკუთხედი გახდა ეს მეზობელი საერთოდ სამკუთხედი არ გახდა უბრალოდ შეიძლება ნელა მიეჩვია იმას რომ განსხვავებულიც შეიძლება არსებობდეს განსხვავებულადაც შეიძლება რაღაც აკეთო, განსხვავებულად შეიძლება გამოიყურებოდე, განსხვავებულად შეიძლება ფიქრობდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე რამეს მიშავებდი, ან ჩემთვის საფრთხეს წარმოადგენ. როგორც კი ამას დროს სჭირდებოდა, როგორც კი ამას დაფიქრდებიან ადამიანები და მიხვდებიან, რომ ოკეი, საფრთხე არ არის, მაშინ ჩვეულებრივად მიმდინარეობს საზოგადოებაში ნელ-ნელა მიმღებლობის გაზრდა ამ სამკუთხედს. ნელ-ნელა ეს ერთი მეზობელი მე რა ის ქვედა მეზობელი და ასე შემდეგ, ასე ეჩვევიან სამკუთხედს და მათთვის ნორმალური ხდება ის, რომ ანუ შეიძლება იყოს სამკუთხედიც. ცოტა უფრო განვავრცელოთ ამ მაგალითს. შემდეგ უკვე რაღაც ეტაპის მერე გაჩნდება საზოგადოებაში ოთხკუთხედი. და რა ხდება? იმ სამკუთხედის ჩათვლით და ამ დახრილი ხაზებით, რა თქმა უნდა, ყველანი ახლა ამ ოთხკუთხედზე დაიწყებენ იგივე ამბავს. და ეს არ გრძელდება, არ მთავრდება უბრალოდ, ეს გრძელდება. ანუ რას ასწავლიან ამით სოციოლოგიაში? ნახეთ, ამით ასწავლიან იმას, რომ უმცირესობები რეალურად ცვლიან საზოგადოებებს. აი ჩვენ რომ ხანდახან ის გადაღებული ფრაზა რო არის, ქართველობას გვართმევენ და ასე შემდეგ. სადღაც ნატამარი სიმართლის ამ სასაცილო ფრაზაში რეალურად არავინ არ იცოდა ვინ რას გვართმევს და ასე შემდეგ ვითარდება საზოგადოება უბრალოდ ან კი არავინ არაფერს არ გვართმევს უბრალოდ ჩვენ ნელ-ნელა ვითარდებით საით განვითარდებით ეს ჩვენი არჩევანია მაგრამ უმრავლესობა საზოგადოებების ქვეყნების უფრო განვითარებული ქვეყნების იმ ქვეყნების სადაც უფრო ბედნიერი ხალხი ცხოვრობს უფრო მეტად ზრუნავენ ერთმანეთზე უფრო მეტად პატივს სცემენ ერთმანეთს უფრო განვითარებული არიან ტექნოლოგიურად ფინანსურად ასე შემდეგ უმრავლესობა ასეთ ქვეყანაში დაფიქსირებულია ის, რომ მიმღებლობა უცხოს მიმართ არის უფრო მაღალი. მათ ეს გაიარეს ეს ეტაპი, სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ასე შემდეგ და მიხვდნენ რაღაც კეთება, ესეც შეიძლება, ესეთი შეიძლება იყო და მე როდესაც ეს მრავალფეროვნება გაქვს, ეს არის შენი სიძლიერე. აი მენეჯმენტში მაგალითად ხო ვასწავლეთ ხოლმე ძალიან ხშირად სტუდენტებს, რომ ანუ შენ თუ ხარ ესეთი კომპანიის ხელმძღვანელი ან მენეჯერი, რომელიც განსაკუთრებით უკვე საერთაშორისო ბაზარზე მუშაობს და ასე შემდეგ, ხო? ანუ შენთვის განსხვავებული ადამიანები არის სიძლიერე, იმიტომ რომ განსხვავებულ ადამიანებს განსხვავებული აზრები აქვს და მათ შეიძლება ისეთი აზრი მოუვიდათ, ისეთნაირად გააკეთონ რაღაც, როგორც შენ არ მოგივიდოდა, იმიტომ რომ შენ სხვანაირად ფიქრობ და ეს განსხვავებული აზრების მოსმენა და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება, ეს არის შენი სიძლიერე. ანუ ეს რო არ იყოს, მაშინ მარტო ერთნაირი ადამიანები გეყოლებოდა გარშემო, ერთნაირი დახრილი სწორი ხაზები, ერთნაირად იფიქრებდი და დიდად განვითარება ინოვაცია, რაღაცა ახალი არაფერი დიდად არ მოხდებოდა არც ერთ ქვეყანაში და არც ერთ საზოგადოებაში. ამიტომ ნახეთ, აი ესეთი მაგალითი არის, ანუ მრავალფეროვნება არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ნუ რა თქმა უნდა ამ კუთხით ახლა ესე რო განვიხილოთ ხომ, ამიტომ ძალიან სამწუხაროა ის მომენტი, როდესაც ჩვენ განსხვავებულის გვეშინია იქნება ეს კანისფერი, არ ვიცი, სექსუალური ორიენტაცია, რელიგია, ნაციონალო ეროვნება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამ ყველაფრის გამო. ამიტომ აი ფრთხილად ამას, ანუ ვეცადოთ რომ ანუ ცოტა ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ და ვიყოთ საზოგადოების ისეთი წევრები, რომელთანაც მიმღებლობა უფრო მაღალია. ამით ეს ჩვენი სიძლიერე. გარკვეულწილად მე ასე ვთვლი, რომ ანუ ის ადამიანები, რომლებიც მაგალითად ამ კონკრეტულ პროგრამას გაივლიან, რომელიც არის პაციენტსა და ექიმს შორის ეფექტური, თანამედროვე, კარგი, მაღალი სტანდარტების კომუნიკაციის პროგრამა, ხომ? აი, ეს ადამიანებიც გარკვეულწილად სამკუთხედები იქნებიან. თქვენ სამკუთხედები იქნებით. იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი სხვა ექიმი იტყვის, რომ კარგი რა, ეხა ეს რაღაცა ლაი და ელაპარაკე იქ ვიღაცებს და ასე შემდეგ, სად არის მაგის დრო და სად არის მაგის ენერგია და ეხა რაღაცა სისულელე ბოდიაო. არის ეს და უმრავლესობას ეს დამოკიდებულება ექნება და აქ უკვე იცით რა არის აი ჩვენი გადასაწყვეტია პირადად თითოეულ ჩვენთაგან გვინდა ჩვენ ვიყოთ განსხვავებულის მიმღები ადამიანი ანუ უფრო ძლიერი ადამიანი რომელიც ხედავს რომ ესეც შეიძლება რაღაც კეთება
შეიძლება, ესეც შეიძლება. და ვაცადოთ, ნახოთ ეს რას იზრავს. არსებობდეს სამკუთხედით, ოთხკუთხედით და ასე შემდეგ. ხო, ეს მიმღებლობა არის ის სიძლიერე, რომელსაც თქვენ გახასიათებთ და თქვენ ამ კუთხით პიონერები ხართ. აი სამკუთხედები ხართ, რომელსაც გეტყვიან, რომ აუ, კარგით რა ეს თანამედროვე კომუნიკაცია და ხა პაციენტს ესე მიუდექი, ისა მიუდექი და ასე შემდეგ. პაციენტი უმკურნალო, მორჩა და გათავდა. აღარ არის ესე, ხო? განვითარდა. ძალიან დიდი ხნის წინ განვითარდა უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაში და ჩვენთანაც ნელ-ნელა იწყება ეს პროცესი და იწყება ისე რომ ძალიან მარტივად დაარეგულირებს ამ ყველაფერს ბაზარი. რას ნიშნავს ბაზარი დაარეგულირებს? ბაზარი დაარეგულირებს იმ კუთხით, რომ ცოტა ხანში იმის დამიხილეთ რომ როგორ განვითარდება ტექნოლოგიური პროგრესი კიდევ უფრო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, პროფესია ექიმიც შეიცვლის, განვითარდება თავის თავს განავითარებს, შეიცვლის და ექიმები ზუსტად იმ ეგრეთ წოდებული ბიოფსიქოსოციალური ეს თლიანი ის როგორ მიდგომით ხო, რომელიც როგორც დღეს განიხილავენ ჯანმრთელობის ბიოფსიქოსოციალური მიდგომა არსებობს ასეთი. აი ამ კუთხით თუ დავიწყებთ ფიქრს და ამ ღირებულებებს თუ ვიზიარებთ, მაშინ ზუსტადაც რომ ეს კომუნიკაცია, ზუსტადაც რომ ეს განსხვავებულად მიდგომა არის მნიშვნელოვანი თემა. ამიტომ ამ კუთხით ჩვენ ვინც ვიქნებით სამკუთხედები, ვინც რაღაც სიახლეს შემოვიტან და უკეთეს სტანდარტს შემოვიტან, ნელ-ნელა იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა შევცვლით და გადავაწყობთ საზოგადოებაში იმ მოსაზრებას, რომ კომუნიკაცია პაციენტთან შეიძლება იყოს მეორე, მესამე თუ მეათე ხარისხოვანი. რაპორტის მესამე დონე უფრო სიღრმისეული, ვიდრე რა თქმა უნდა ბუნებრივია ის ზედაპირული მიმიკა, ჟესტიკულაცია, სარკისის ეფექტი და ასე შემდეგ, უფრო სიღრმისეული, ვიდრე თუნდაც ის ემპათია, რაც მნიშვნელოვანესი იყო, აღწერეთ. ანუ ამაზე კიდევ უფრო სიღრმისეული არის, ალბათ თუ გამოიცნობთ რა. მე როცა ეს პირველად წავიკითხე, ძალიან ისე მომხვდა ყურში, მეთქი რა, ეს როგორ შეიძლება იყოს. რაპორტის მესამე სიღრმისეული დონე არის საუბრის ტემპი. ანუ რამდენად სწრაფად თუ რამდენად ნელა ვსაუბრობთ. და რამდენად მოვარგებთ ჩვენი საუბრის სიჩქარეს, ტემპს მსმენელის, ამ შემთხვევაში პაციენტის საუბრის მანერას. რატომ? იმიტომ რომ თუ კი ჩვენ საუბრობთ ძალიან სწრაფად, მაგრამ მეორე მხარეს ყავს პაციენტი, რომელიც საუბრობს ნელა, ის ასევე აღიქვავს იგივე ტემპით. და ამიტომ მას სჭირდება ცოტათი ჩვენგან, ანუ ამ ტემპის დაგდება, სხვანაირად ვერ აღიქვავს, რაზეც საუბრობ. და პირიქით, თუ კი არის პაციენტი, რომელსაც ძალიან უყვარს სწრაფად საუბარი, შენ თუ დაიწყე ამ პაციენტთან ძალიან ნელა საუბარი, დაბალი ტემპით, აი ხა ხვდებით ხო, მისმენთ და უკვე დაიტანჯეთ ალბათ. ასეა ეს, იმიტომ რომ როგორც კი ზედმეტად დავაგდე საუბრის ტემპი თითქმის შეუძლებელი გახდა მოსმენა. დავიძაბეთ უფრო. ამიტომ ტემპს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ეს დონე რომ ჩვენ მოვარგოთ ჩვენი საუბრის ტემპი, მეორე ადამიანის საუბრის ტემპს, ლაპარაკის ტემპს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოღონდ ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? როგორ ხდება ამის გაკეთება? ეს ხდება იმით, რომ პირველივე წამებში ვაკვირდებით ის როგორ საუბრობს. ამისთვის მას რაღაც რამდენიმე ფრაზა უნდა კონდეს ნათქვამი. და როგორც კი ჩვენ ამ რამდენიმე ფრაზას გავიგებთ და მისი საუბრის ტემპს შევისწავლით, შემდეგ უკვე ნელ-ნელა ჩვენ საუბარს გადმოვიყვანთ ამ საუბრის ტემპს. ანუ ნელა საუბრობს პაციენტი, ნელ-ნელა ასევე მეც დავაგდებ საუბრის ტემპს და ნელ-ნელა ავხსნ. სწრაფად საუბრობს, მეც ასევე სწრაფად მივაყოლებ ინგან გრიგორიასთან. და რაპორტის მეოთხე, ყველაზე სიღრმისეული დონე არის ღირებულებების დონე. როდესაც ორ ადამიანს ერთი და იგივე ღირებულებები აკავშირებს. და ეს არის ყველაზე მტკიცე კავშირი. რა თქმა უნდა ძალიან ძნელია ამ კავშირის პაციენტთან დამყარება, იმიტომ რომ ჩვენ პაციენტებთან შეიძლება ისეთი ხშირი ურთიერთობა არ გქონდეს. განსაკუთრებით როდესაც პირველად მოსული პაციენტია, იქ საერთოდ ამ დონეზე ჩასვლა რა თქმა უნდა აბსოლუტურად შეუძლებელია, მაგრამ აი განმეორებით პაციენტები, ჩვენი ლოიალური კლიენტები, პაციენტები, რომლებთანაც ხშირად გვაქვს ურთიერთობა, განსაკუთრებით მაგალითად ქრონიკული სხვადასხვა დაავადებებით შეპყრობილი ადამიანები, ამ მათთან ნელ-ნელა ამ დონეზე ჩასვლა შესაძლებელია. ეს რა დონეა, როცა ჩვენ ვიზიარებთ გარკვეულ მსოფლმხედველობას, ერთად ფიქრობთ რაღაცაზე, რომ ეს არის სიკეთე, ეს არის ბოროტება, ეს არის კარგი, ეს არის ცუდი. ძნელია ამ დონეზე ჩასვლა, შეიძლება ძალიან ცოტა პაციენტთან ჩავიდეთ, მაგრამ უბრალოდ ვიცოდეთ, რომ ესეთი დონე, ეს დონეც არის. ნუ რა თქმა უნდა, ამ დონეზე ჩვენ ჩავდივართ უკვე ჩვენს
ოჯახურ წრეში მეგობრებთან და ასე შემდეგ, აი ზუსტად ჩვენი მეგობრები არიან სავარაუდოდ ის ადამიანები, რომთანაც ჩვენ ერთი და იგივე ღირებულებები გვაკავშირებს. ანუ 4 დონე რაპორტის პირველი მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხეულის ენა, სარკის ეფექტი ეგრეთ წოდებული, შედარებით უფრო ზედაპირული, პირველი დონე, შემდეგ მეორე დონე ემპათია, თანაგრძნობა, თანადგომა, მესამე დონე საუბრის ტემპი და მეოთხე დონე ღირებულებები. აი ეს არის რაპორტის 4 დონე. რაც უფრო ვითარდებით, ტექნოლოგიური პროგრესი რაც უფრო წინ და წინ მიდის, მით უფრო მეტად უფიქრდებით იმაზე თუ რა მოელის ჩვენ პროფესიას ხვალ. და ძალიან ბევრი პროფესია იცვლის თავის სახეს. ხო, ახლა ამერიკაში არსებობდა ეგეთი პროფესია კომპიუტერი. ერქვა, ესეთ პროფესია იყო სანამ კომპიუტერი იქნებოდა, იმიტომ რომ კომპიუტერი ნიშნავს გამოთვლას, ხო, გამომთვლელი, ასე გადაითარგმნებოდა ეს პროფესია ქართულად და ეს გამომთვლელები რეალურად იყვნენ ადამიანები. ეს როგორც წესი სექსისტურად იყვნენ მხოლოდ ქალბატონები ხოლმე, ესე მათემატიკური გარკვეული ხელსაწყოები ხონდა, არანაირი კალკულატორი მაშინ არ არსებობდა, გარკვეული ხელსაწყოები, რომელიც ეხმარებოდათ მათ გამოთვლაში და მათ მაგიდებზე თავს იყრიდა სხვადასხვა საბუთები, ისინი იღებდნენ ინფორმაციას, მონაცემებს ამ საბუთებიდან აჯამებდნენ და რაღაც გამოყავდათ რაღაც საბოლოო რიცხვები და ასე შემდეგ. თუ რა მოვიდა ამ პროფესიას, როგორც კი ჩვენ კალკულატორი, კომპიუტერი მოვიფიქრეთ, გაქრა ხო ეს პროფესია. ნუ ანალოგიურად დღეს მაგალითად უზარმაზარი თავის ტკივილი არის ამერიკაში, იმასთან დაკავშირებით თუ რა უყონ ერთ ძალიან თითქოს და ისეთ პროფესიას მარტივს, მძღოლებს. ნუ რა უყო ძღოლებს ადამიანებს, რომელსაც თქვა რაღაც ტვირთი გადააქვს ერთი შტატიდან მეორე შტატში, ხო? და ასე შემდეგ. ანუ რა უყო ძღოლებს იმ კუთხით, რომ იმდენად განვითარდა თვით მავალი მანქანები, რომლებიც თვითონ ივლიან და აღარ იქნება საჭირო მძღოლები, რომ ხვალ და ეს ხვალ შეიძლება იყოს რამდენიმე წელიწადში, 3 წელიწადში, 5 წელიწადში თუ 10 წელიწადში შევხედავთ. ნელ-ნელა დამქირავებლები უფრო და უფრო მეტად იფიქრებენ იმაზე, რომ რატო დავიქირავ მე ხა თანამშრომელი ვიფიქრო მის ალკოტესტზე, შემოწმებაზე, დასვენებაზე, მოტივაციაზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, როცა უკვე დღეს ერთი შტატიდან მეორე შტატში საპირთო მანქანას, რომელსაც ამონტაჟებული აქვს ეს ჭკვიანი, ასე ვთქვათ, ტვინი, შეუძლია გადაიტანოს ტვირთი და არ იყოს საჭირო საერთოდ ადამიანის ჩართვა. დღეს უკვე ეს ხდება, ხო? იქ არის რაღაც გარკვეული იურიდიული მომენტები, მორალური მომენტები და იურიდიული მომენტები, რომელიც ლაგდება და ეს არის ის მომენტები თუ რა ხდება, როდესაც გამოუვალი სიტუაცია და აი მანქანა ვთქვათ, წინ არის ბავშვი, აი ხომ არ დაეჯახება მანქანა ბავშვს, რა ხდება თუ კი მოუწევს მანქანას ვთქვათ აირჩიოს, ბავშვს დაეჯახოს თუ გვერდზე გადავიდეს ვთქვათ არა სავალ გზაზე და იქ რაიმეს შეეჯახოს. ხო და მსგავს სიტუაციები რა თქმა უნდა ჩაუდებენ ლოგიკას, იმ ლოგიკას რა ლოგიკასაც ჩათვლიან რომ არის ყველაზე უფრო სწორი და ნუ ის მანქანაც იმ შემთხვევაში თუ გამოუვალი სიტუაცია იქნება აირჩევს. კონკრეტულად საით გადაუხვიოს ვის ან რას დაარტყას. ანუ რას ნიშნავს ახლა ავარიები აღარ იქნება, მაგრამ ეს ავარიები ავტო შემთხვევები იქნება ჯერჯერობით გაცილებით უფრო ნაკლები და ეს სტატისტიკურად ასე იქნება ყველა ვარიანტში, უფრო კარგად ატარებენ კომპიუტერები, ფაქტია. და მეორეც ესეთ შემთხვევებში როცა იქნება, ეს იქნება გამოუვალი სიტუაციები და ამ სიტუაციებში კონკრეტული ალგორითმი, კონკრეტული წესები ჩაიდება და ასე გააკეთებენ. ეხლა, რატო ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე? ხვალ თუ რა მოუვა პროფესიას ექიმი, ალბათ მოუვა ისეთ ნათქვამია დღეს უკვე ამაზე ჩვენ საუბრობთ ღიად და აქტიურად, ხო? ეგრეთ წოდებულ ბიოფსიქოსოციალურ მიდგომაზე. იმ მიდგომაზე, რომ დღევანდელი ჩვენი გადმოსახედიდან ექიმები აღარ არიან მარტო მკურნალები, ამაზე ვსაუბრობთ ზუსტად ჩვენ დღეს, არა მარტო მკურნალი, როგორც კონკრეტული დაავადების მკურნალი, არამედ ისინი არიან მრჩევლები ზოგადად ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელი ცხოვრების წესის მხრივ. ანუ უფრო და უფრო იზრდება ეს არეალი და უფრო და უფრო მეტი მოთხოვნა მოდის. თან პარალელურად, რაც უფრო და უფრო მეტი სტანდარტული პროცედურა თუ გაიდლაინი თუ ასე შემდეგ შემუშავდება, მით უფრო მეტად და მეტად თითოეული კონკრეტული ექიმის, ასე ვთქვათ, ყოველდღიური საქმიანობა შეიცვლება. მოკლედ რომ ვთქვათ, უფრო ნაკლები ექიმი დაგჭირდება, იმიტომ რომ ბევრ საქმეს, რასაც დღეს აკეთებენ ექიმები, გააკეთებენ ან ექთნები, ან ავტომატიზირებული სისტემები. აი ნახეთ, მაგალითად ამერიკაში უკვე 10 წელია IBM-ის პროექტი არის, ძალიან ცნობილი, შტატებს შორის არის დაკავშირებული უზარმაზარი
სამედიცინო პლატფორმა არის, სადაც ექიმებს შეყავთ გარკვეული ანამნეზის, გარკვეული პირობების შემთხვევაში რა დანიშნულებას უწერენ, თქვათ პაციენტს. და შემდეგ ჯერზე თქვენთან თუ მოვიდოთ თქვათ პაციენტი და აიღეთ მისი ანამნეზი, გააკეთეთ შესაბამისი ტესტები, ასე შემდეგ გააქვთ უკვე პასუხები, ეს მონაცემები, როდესაც შევა და შედარდება სხვადასხვა შტატში რა ხდებოდა, სხვადასხვა შტატში ანალოგიურ პაციენტებს, ნახეთ გამოგივათ ესეთი რაღაც შეტყობინება, რომ და უკვე გამოდის ეს შეტყობინება, რომ და 95% ექიმების ამ შემთხვევაში დანიშნავს ამას და ამას. აი ნახეთ თქვენ როცა ეს შეტყობინება, ოდესაც ეს შეტყობინება ამოგივათ, რომ 95% ასე იქცევა, მერე რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია, ხო, ექიმების ავტონომიურობა ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენი გადასაწყვეტია იმ კონკრეტულ ადამიანთან, ვინც თქვენთან არის მოსული, რა დანიშნულებას მისცემთ ამ ადამიანს. მაგრამ შეხედათ, ოდესაც თქვენ თავში გიდევთ, რომ 95% ექიმებისა ამას დააკეთებს ამ შემთხვევაში. უკაცრავად ამ შემთხვევაში აი ძალიან დიდი გამბედაობა და ცოტა სითავხედეც უნდა გქონდეს, კარგი გაგებით სითავხედეა, რომ ჩვენ ცოტა სხვანაირად დავწეროთ და თქვათ, აი მე ახლა მოდი ამას სხვანაირად ვისწავლო. რეალობაში, როგორც ვარაუდობენ და ასეც ხდება, უამრავი ექიმი მიყვება ზუსტად აი ამ გაკვალულ გზას, იმ გზას, რომელიცაც ისედაც და ასედაც ან კონსენსუსი რაღაც ოპინიონი არსებობს, 95% შეთანხმებულია და უნიშნავს ზუსტად იმ დანიშნულებას. მაშინ ახლა ესეთი კითხვა, რა უშლის ხელს დამქირავებელი იქნება, კლინიკა იქნება თუ ასე შემდეგ, ან თუნდაც პაციენტს, რომ ხვალ თქვას, რომ მაშინ რაღაც მინდა ეს ექიმი, რომელიც უყურებს მარტო იმას, რომ 95% რას აკეთებს, მე არ შემიძლია რა პირდაპირ შევხედო, ან მე არ შემიძლია რაღაც მზა ფორმა მომივიდეს ექიმის გარეშე და რაღაც ეტაპზე, გარკვეულ მარტივ შემთხვევებზე თავიდან ნელ-ნელა დაიწყება ასე ავტომატურად რაღაც დანიშნულებების გაკეთება. ეს ავტომატურად ხვალ მოიცავს უფრო მეც, ხვალ უფრო რთულ რაღაცებს შეისწავლიან ალგორითმები და ნუ აი მე რა უკვე საიტკენ მივდივართ იქითკენ, რომ ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მართლა ხერხემალი რაც არის ექიმის პროფესიის ეს დარჩება ადამიანთან ურთიერთობა, მათი мотиваცია, ის კომუნიკაცია, ზუსტად ის ყველაფერი. ასე ჩვენ საუბრობთ ამ კურსზე, ამ პროგრამაში. ეს კიდევ დიდხანს იქნება. იმიტომ რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ამის ავტომატიზაცია ყველაზე რთული იქნება. თუმცა არა შეუძლებელი და უამრავი სისტემა არსებობს, უამრავი ალგორითმი არსებობს, უამრავი რა მიხვეწება. ნელ-ნელა ეს მარტო ექიმების პროფესიას არ ეხება და მით უმეტეს ყველაზე უფრო გვიან შეეხება საუბრობთ ექიმების პროფესიას, მაგრამ ეს გვიან უკვე არის შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში, ხო? როგორც იტყვიან პანდორას ყუთი გახსნილია და იქიდან უკვე ამოსულია ეს ყველაფერი და ტექნოლოგიური პროგრესი შეჩერება ამ კუთხით შეუძლებელია. ნუ ძალიან ხშირად როცა ამ ისტორიას ყვები ხოლმე ექიმებისგან ისმის ხოლმე. აი და აი მერე ჩაქრება შუქი, კი, ესეთი აპოკალიპტური სცენარების გათვალისწინება რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიზახით თუ კი თქვენ დღეს რკინის ჩიტს, რომელსაც თვითმფრინავი ქვია ენდობით, რომლის აბსოლუტურად ან 90%-ზე მეტი მართვისა არის ავტომატიზირებული და ანდობთ თქვენ სიცოცხლეს და ამხელა მანძილებზე და ამხელა სიმაღლეზე დაფრინავთ, მაშინ რა შეუშლის ადამიანს ხელს, რომ ხვალ თქვას, რომ კი, მაგრამ მე როცა ვენდობი ალგორითმს, ეს ალგორითმიც ხო ექიმების გამოცდილებასია დაფუძნებით, ხო? კი, მაგრამ ეს თითოეული ექიმიც რის საფუძველზე იღებს რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას, გარკვეული გაიდლაინების, ხო? რა ხდება თუ ჩვენ ამ გაიდლაინებს კარგად დავასისტემატიზირებთ, კარგად დავალაგებთ და კარგად ავუწერთ ალგორითმს, რატო არ შეუძლია ალგორითმა და კომპიუტერმა და თქვა თუნდაც ხელოვნურმა ინტელექტმა ანალოგიურად გამიწიოს გარკვეული სამედიცინო მომსახურება. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიდევ და კიდევ უმნიშვნელოვანესი თემა დარჩება და უმნიშვნელოვანესი ცენტრალური საკითხი ექიმებისთვის იქნება ის თუ რამდენად ჩვენ შევძლებთ გავხდეთ მართლა მრჩევლები, ის ადამიანები, რომელსაც ენდობიან, რომ იქ მოიყაროს თავი, როგორც აი ნავსაყუდელში სხვადასხვა სპეციალისტებისგან, სხვადასხვა მიმართულებით ადამიანისკენ წამოსულმა სხვადასხვა ჯანმრთელობის, სხვადასხვა საკითხმა, რაც ჯანმრთელობას ეხება. ამიტომ უმნიშვნელოვანესი თემა არის, რომ პაციენტთან საუბრისას, დღეს უკვე პაციენტთან საუბრისას, აი ამაზე გქონდეს ჩვენ აქცენტი, რომ ჩვენ ვართ აქ, იმიტომ რომ გაგიმარტივოთ რაღაცები, ადამიანური ურთიერთობის ფუფუნება მოგცეთ და ამას გაძლევთ და აქ ჩვენ ვართ იმისთვის, რომ თქვენ ის დანიშნულებები, რომელიც სხვადასხვა სპეციალისტებისგან, სხვადასხვა ინტერნეტში ამოკითხული გარკვეული ჭკვიანური თუ არც თუ ისე სტატიებისგან ამოიკითხეთ, აი ხა აქ ჩემთან, აქ ჩვენ შეგვიძლია ერთად დავждეთ, შევხედოთ, დავალაგოთ და გავითვალისწინოთ ყველაფერი და მოვარგოთ რაღაც შენს კონკრეტულ სიტუაციას, შენს ჯანმრთელობას, შენს სოციალურ მდგომარეობას, შენს ჯიბეს
მათ შორის და ასე შემდეგ. ხო, ანუ აი ნახეთ როგორი სულ ამას ვიძახონ, ხო, აი თუნდაც მე ხო ვიცი როგორი ძალიან ხშირად მიყვებიან ექიმები. აი ხანდახან ხდება ისე, რომ ეხა სპეციალისტთან წასული პაციენტი ბრუნდება, უამრავი ეხა ძალიან ბევრი რაღაცები უწერი ამას დანიშნულება აქვს, თქვა 12 პუნქტიანი რაღაც ეს და ეს და შემდეგ იწყება გარჩევა, რომ აი ეს გეკუთვნის დაზღვევით, ის არ გეკუთვნის დაზღვევით, ეს როცა ოჯახის ექიმებზე არის საუბარი, განსაკუთრებით თუ კი სადაზღვევო კომპანიებში მომუშავე ოჯახის ექიმებზე არის საუბარი, ხო? აქ მით უმეტეს ანუ იქ გარკვეული ინტერესთა კონფლიქტის ეჭვი ჩდება ბუნებრივია პაციენტის მხრიდან და ნუ აი არ მაძლევენ, უნდათ რომ დაზოგონ და ასე შემდეგ. ხო, აქ უმნიშვნელოვანესი თემა რა არის და ხაზგასმა რაზე არის გასაკეთებელი პაციენტებთან. ხაზგასმა იმაზე არის გასაკეთებელი და აბსოლუტურად ანუ აქცენტი იმაზე არის გასაკეთებელი, რომ ჩვენ ვართ აი როგორც ახლობელი ექიმთან რომ მიდიხართ და ახლობელი ექიმი რომ გეუბნებათ, რომ იცი რა ჩვენ ამის შემთხვევაში ხა შენ რაც გჭირს, ანუ თელი ეს ყველაფერი ეს ანალიზები არის გასაკეთებელი, მაგრამ მოდი ხა ჩვენ რომ შენი დრო და ენერგია და ფული დავზოგოთ, მოდი ჯერ ეს და ეს გააკეთე. და შევხედოთ და მე თუ რამეა მე ამას დაგინიშნე. აი ესეთი მოდი ჯერ ეს გააკეთე ადამიანური მეგობრული მართლა ისეთი რჩევა, რომელსაც მისცემდით თქვენ ოჯახის მეგობარს, ახლობელს, ხო? ზუსტად აი ასეთი რჩევები ფასობს და დაფასდება. ასეთნაირად თუ მიუდგებით ჩვენ პაციენტებს, მათი ნდობაც ნელ-ნელა გაიზრდება და ისინი მოგვებმევიან ჩვენ და ეს მოგმული ჩვენი პაციენტები იქნებიან ჩვენი სიძლიერე. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიცახი, სულ უფრო და უფრო გაჭირდება საქართველოშიც, მათ შორის, ისე როგორც თელ მსოფლიოში, პაციენტებთან კავშირი, მობმა პაციენტების, უფრო და უფრო მეტი პაციენტი, სხვადასხვა ავტომატიზირებული გზით, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ინტერნეტ თუ ასე შემდეგ საშუალებით და ასევე, ნუ აი, რა თქმა უნდა, სპეციალისტებთან პირდაპირ ვიზიტები და ასე შემდეგ ამ კუთხით იქნება დაკავებული და ამით ექნება თავი გამოტენილი. ანუ ჩვენი როლი არის, რომ მათ აუხსნათ კარგად, კი, მაგრამ რა არის ეს ოჯახის ექიმი, რაც შენ მართლა გაძლევს და რაც გაძლევს ეს ოჯახის ექიმის, ასე ვთქვათ, ინსტიტუტი. მარტო ოჯახის ექიმებზე არ არის, რა თქმა უნდა, საუბარი, მაგრამ ყოველთვის ვიძახი ხოლმე, რომ აი ოჯახის ექიმის კუთხით განსაკუთრებით პრობლემა არის საქართველოში. ჩვენ ძალიან დავაკრინეთ ეს სიტყვა და ეს ასე ვთქვათ ფენომენი, თერაპევტი, ეს GP, general practitioner, არის სამწუხაროდ ისე აღარ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს და ეს ისე და ისე ბევრი სისტემური პრობლემის ბრალია, რაც ჩვენ თავიდან გქონდა. გავაკეთებთ და შევძლებთ, რომ ჩვენ თავის პოზიციონირება მოვახდინოთ ისე როგორც ცენტრალური ფიგურის, რომელსაც შეუძლია უამრავი სიკეთე, უამრავი მართლა კარგი რჩევა მისცეს პაციენტს და შეურჩიოს მერე მას და მართლა იყოს ის ოჯახის ახლობელი ადამიანი, რომელიც მას ეტყვის, რომ იცი რა, შენ ეს დანიშნულება ეს 12 პუნქტიანი სპეციალისტის გარას გასაგებია. ძალიან კარგია, რომ ესეც გააკეთო, რომელიც თქვა ამ შემთხვევაში შენ დაზღვევის პაკეტში არ შედის. მაგრამ მე შენ გეუბნები თქვა, რომ ეს აუცილებელი ამ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს. შენ შეიძლება ეს გააკეთო, თუ გაქვს საშუალება, თუ გინდა და ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, შენი ჯიბიდან მოგიწევს გადაიხადო თქვა რაღაც დარჩენილი ის კონკრეტული მედიკამენტები იქნება კურნაული სხვა საშუალებები, რომელიც დანიშნული გაქვს, ეს შენი ჯიბით მოგიწევს, ამიტომ თქვენ თუ თქვა სადაზღვევოში მომუშავე ოჯახის ექიმი ხართ, ვერ დაეხმარებით ფინანსურად ვერანაირად, ვერაფერს ვერ იზავთ, ერთადერთი თქვენ რაც შეგიძლიათ, რომ მათ უთხრათ, რომ აი ესენი არის ძალიან კარგი, სამწუხაროა, რომ ეს შენთან არ შედის, მაგრამ ნუ ასეთი პაკეტი გაქვს და რა ვქნათ, ეს მომენტი არის, მაგრამ მოდი ახლა მე შენ გირჩევ აქედან აი ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, თუ გაქვს საშუალება, რაზე დაიხარჯო, რაზე არ დაიხარჯო და ის დანარჩენი ბუნებრივია, რაც შედის და რაც ანაზღაურდება, ბუნებრივია, ამასაც შესაბამის კონსულტაციას გაუწევთ. ანუ კიდევ, ანუ მეგობრული ისეთი რჩევების, ისეთი ურთიერთობის დამყარება, როგორცაც თქვენ ან დაამყარებდით აი ოჯახის ახლობელთან, ადამიანთან, რომელიც თქვენთან მოვიდო და ვიღაცისგან და გეტყოდათ, რომ ესე და რა გავაკეთო და თქვენ მას გულიანად, სხვანაირად მიუდგებით და არაშაბლონურად, არა მაინც და მაინც გაიდლაინების ენით თუ გაიდლაინების მიდგომებით, არამედ ეტყვით, მოდი ჯერ ეს იქნება ვსწადოთ, აქედან ესე წავიდეთ და ასე შემდეგ. ადამიანურად, მოქნილად და მორგებულად იმაზე თუ პაციენტს რა ჭირდება. აი ეს ასეთი მიდგომა კიდევ დიდხანს იმუშავებს, არ ვიცი როდემდე როგორ არაირად კიდევ და კიდევ ვიძახი სადამდე მივდივართ ადამიანების საბოლოო ჯამში არავინ არ იცის, მაგრამ ნელ-ნელა რაც გავითარდება ისევ და ისევ ხელოვნური ინტელექტი, ავტომატიზაცია, ტექნოლოგიური პროგრესი და ასე შემდეგ, თუ ჩვენი თავი გვინდა დაცულებად და ძლიერად ვიგრძნოთ თავი, მაშინ ეს მიდგომა არის ყველაზე სწორი მიდგომა და ეს პროგრამაც მაგ მიდგომის განვითარების ასე თქვა სულისკვეთებით არის შექმნილი. შევეცადოთ ერთად გარკვეული უნარები ამ კუთხით შევიძინოთ. ძალიან საინტერესოა, როცა ბიოფსიქოსოციალურ მიდგომაზე ვსაუბრობთ, ხომ? ძალიან ხშირად გავიწყდება, რომ უმეტესწილად
საუბარი ბედნიერებას ეხება ხოლმე და რამდენად ადამიანები ბედნიერები არიან თუ არ არიან. რამდენად მათ რაღაცა გააბედნიერებ თუ არ გააბედნიერებ. აქ მარტო კმაყოფილება, არ კმაყოფილება, სერვისის გაწევა, არ გაწევაზე არის. ნახეთ, აი სადღაც უფრო მაღლა ავწიეთ თამასა. ანუ ბედნიერებას ვანიჭებთ ადამიანებს. ჩვენ თვითონ თუ ვართ ბედნიერები. პირველ რიგში აქედან დავიწყოთ და აქ ბევრი თემა შეიძლება წამოვიდეს, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ვართ ბედნიერები, ძალიან ძნელია ბედნიერება მივანიჭოთ ვინმეს. ჩვენი ბედნიერებისთვის აქ ნახეთ, აი ბევრი სხვადასხვა მიდგომა არსებობს. უამრავი თქვა რელიგიური თუ ასე შემდეგ ბევრი რელიგია, მათ შორის ქრისტიანული რელიგია, ძალიან ხშირად ანუ აქცენტს აკეთებს ხოლმე იმაზე, რომ ეხლა ძალიან უნდა გვიჭირდეს ჩვენ, ეხლა ძალიან უბედურები უნდა ვიყო და მე სადღაც იქ კენწეროში დატკბილდება და იქ ეს კენწერო შეიძლება არ ვიცი იყოს რაღაც იქით მე მომავალი პერიოდი ხანდახან მომავალი ცხოვრება 60 თუ ასე შემდეგ ხო ამიტომ აი ეს ეხლა ნახეთ არ მომწონს ეს მიდგომა პირადად და ძალიან ბევრ ფსიქოლოგს არ მოსწონს და ძალიან ბევრი ფსიქოლოგი მუდმივად ამტკიცებს იმას რომ მოდით იქნებ სხვანაირად შევხედოთ ყველაფერს და მოდით და ამტკიცებს რა ანუ მიდგომა ასეთია რომ ჩვენ ბედნიერები თუ არ ვართ დღეს და თუ კი მუდმივად თავს გავწირავთ რაღაცისთვის, რაც უნდა მოხდეს ხვალზე თუ იქით ცხოვრებაში, ხო? ეს სამწუხაროდ შეიძლება იმად გაცხრებული დავრჩეთ და ეს ნაწარმოებია, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელიც მაგალითად მომყავს ხოლმე, არის ზურმუხტის ქალაქის ბრძანებელი, ესეთი ძალიან საყვარელი წიგნი იყო ჩანს ბავშვობაში და შემდეგ ფილმიც და ფილმიც და ასე შემდეგ. და ეს არის ზურმუხტის ქვეყნის ბრძანებელი, ეს არის მოთხრობა გოგონაზე, ის თავის საყვარელ ლეკვთან ერთად და რკინის კაცთან და საფრთხობელასთან ერთად მიდის ყვითელი აგურით მოკირწყლულ გზაზე, ისინი მიემართებიან ზურმუხტის ქალაქისკენ, იმიტომ რომ იციან გადმოცემით რომ იქ არის ჯადოქარი, რომელიც ყველა სურვილს ასრულებს და იქ გოგონას უნდა მეგობარი იყოს, რკინის კაცს უნდა გული ჰქონდეს და ადამიანი იყოს, საფრთხობელას ჭკვიანი უნდა იყოს და ტვინი უნდა ჰქონდეს, არა და ჩალით არის გამოტენილი და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ნუ ეს მიდიან და მთელი მოთხრობა არის იმაზე თუ როგორ მიუყვებიან ისინი ამ ყვითელი აგურით მოკირწყლულ გზას და მივლენ საბოლოო ჯამში მიაღწევენ იმ ზურმუხტის ქვეყანას და მიაღწევენ ბრძანებლამდე და სამწუხაროდ ეს ბრძანებელი აღმოჩნდება რომ არის შარლატანი და არაფერს დაკეთებაც არ შეუძლია და ბრძანებელი აღიარებს მათთან რომ მას არანაირი სურვილის შესრულება არ შეუძლია და რა თქმა უნდა ძალიან გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებულები არიან და აი ამ გულდაწყვეტილი იმედგაცრუებული გამოდიან ბრძანებლისგან, მაგრამ ნუ იქ მორალი რაც არის ამ ისტორიის არის რომ ისინი აღმოაჩენენ რეალურად გამოსულები ამ ზურმუხტის ქვეყნის ბრძანებლისგან რომ არაფერი სურვილის შესრულება მათ აღარ სჭირდებათ, აი ამ გზაზე მათ შეძლეს და ვიღაცა მეგობარი ნახა, ვისაც უნდა დაჭკვიან და ისწავლეს ბევრი რაღაცები, მეგობრობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ამ გზაზე მიიღეს რეალურად იქ ბოლოში არაფერი არ იყო ის ბოლოში არ იყო საჭირო. ეხლა ნახეთ მორალი რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რომ ჩვენ თუ დღეს არ ვართ ბედნიერები, ჩვენ თუ ამ წამს არ ვგზნობთ თავს კომფორტულად, ჩვენ თუ მუდმივად გადავდეთ რაღაცას იქით კვარტალში, იქით თვეში, იქით და იქით ცხოვრებაში, შეიძლება ძალიან იმედგაცრუებულები აღმოჩნდეთ. ამიტომ აი ცდილობა იმის რომ რაღაც ფიქრებით, აზრებით, ფსიქოლოგიურად ვიყოთ მომართულები დადებითად, ეს მარტო იმიტომ არ არის, რომ ეს არ არის მარტო ლიტონის სიტყვები. ეს არის რეალურად ის, რომ ჩვენ მართლაც უფრო ბედნიერად ვიგრძნოთ თავი, უფრო ბედნიერად შევძლოთ მე იმ უფრო ბედნიერად ცხოვრებით, შეგვეძლოს გარკვეული სტრესული თუ ძალიან ისეთი კრიზისული სიტუაციების გადალახვაც და მე ჩვენ პაციენტებთან და ურთიერთობისასაც ზუსტად ამ ბედნიერებას გადავდებთ მათ. ამ პირიქით უბედურებას გადავდებთ, იმიტომ რომ ემოციები ძალიან გადამდებია, განწყობები ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი თემა არის და თუ კი ჩვენ ექიმები არ ვიქნებით შესაბამის განწყობაზე, მაშინ როგორ უნდა მიუდგეთ ჩვენ პაციენტს ისე რომ შევხედოთ ამ პაციენტს აი ამ მთლიან ბიოფსიქოსოციალურ ჭრილში და შევძლოთ რომ ეს პაციენტები იყვნენ კმაყოფილები, ბედნიერები თუმცა და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ამიტომ რა ვქნათ, ვეცადოთ აი ამ გზაზე ვიყოთ ბედნიერები, აი ამ ყვითელი აგურით მოკირწყლულ გზაზე ამ წამს ეხლა ხო და ამ პროგრამის მსვლელობისას ასევე გარკვეული ტაქტიკები, გარკვეული მეთოდები, ხერხები თუ ასე შემდეგ, ანუ გვექნება ჩართული და შევეცდებით რომ ანუ ცოტა უფრო პოზიტიურად ვიგრძნოთ თავი და პოზიტიურად ვიფიქროთ, რა ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. ხოდაშორის აი ერთი საინტერესო სტატისტიკაც
ბავშვებზე, როდესაც ბავშვები იზრდებიან ორენოვან ოჯახებში, ანუ ისეთ ოჯახებში, სადაც თქვა დედა, ბებია, მამა, თქვა ასე შემდეგ, ნებისმიერ ოჯახის წევრი სხვა ენაზე საუბრობს. ძალიან საინტერესო რამ ხდება, ნახეთ. ერთის მხრივ ვიცით და ცნობილია პედიატრები, ვინც ამბობენ, მithumetes ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ასეთი ბავშვები როგორც წესი, უფრო გვიან იწყებენ მეტყველებას და ისე კარგად დალაგებულად საუბარს უფრო გვიან იწყებენ, ვიდრე მათი თანატოლები. იმიტომ რომ მათ უწევთ აი ორენასთან გამკლავება. მაგრამ ძალიან საინტერესო რამ დადგინდა ბოლო პერიოდში და თუ აქამდე ეს ითვლებოდა რომ ცოტა ეს ბავშვის განვითარებას ხელს უშლის და ურთულებს ბავშვს საქმეს, თურმე ეგრეც არ არის და თურმე ძალიან საინტერესო რამ ხდება, რაც კომუნიკაციის მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი და მაგიტომ მომყავს ეს მაგალითი. თურმე აი 2-3 თუ 3 წლის ანუ ბავშვის ტვინში, რომელიც იწყებს ახლა საუბარს, ალაგებს ყველაფერს თავში, ხო? აი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ბავშვის ტვინი ეჩვევა, თქვა ბებიას, რომელიც რუსულად შეეკითხება, შია თუ არ შია, რუსულადვე უპასუხოს, კი ან არა, ხოლო დედას ან მამას, რომელიც ქართულად დაელაპარაკება, ქართულად უპასუხოს. ნახეთ, აი ბავშვის ტვინი უცებ ძალიან პატარა ასაკში ეჩვევა იმას, რომ სხვადასხვანაირები არიან ადამიანები, სხვადასხვანაირად საუბრობენ, სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, ჯერ ენა რა არის ბავშვმა არ იცის, მაგრამ უკვე ეს ჩდება, რომ მორგებაა საჭირო იმასთან ასე, იმასთან ასე. და ეს მიგნება, ეს აღმოჩენა ბავშვისთვის არის უმნიშვნელოვანესი რამ, რაც მე ძალიან ადგება თურმე მომავალში, იმიტომ რომ აი სწორედ ის ბავშვები, რომლებიც ასეთ ორენოვან ოჯახებში და ასეთ გარემოში იზრდებიან, მე ხდებიან გაცილებით უფრო მოქნილები და მათ გაცილებით უფრო უადვილდებათ ადაპტაცია. მორგება, მათ თავიდანვე იციან, რომ ამასთან ესია საჭირო, ამასთან ესია და მე ეს სულ მუდმივად უზით თავში და შესაბამისად იციან, რომ სხვადასხვა ადამიანებთან სხვადასხვანაირად უნდა მოიქცე, ისაუბრო, მოერგო და ასე შემდეგ. და ეს მათ უადვილებთ ძალიან ცხოვრებას და უადვილებთ ბევრი რამის შესწავლასაც და ასე შემდეგ. ამიტომ ნუ აი ესეთი საინტერესო შემოbrunება, ხანდახან ესეა ხოლმე, ხო, ფსიქოლოგები ხან რაღაც ერთ რაღაც ტალღაზე არიან, მე აღმოაჩენენ რაღაც ახალს, მე ახალი კვლევა და მე მიდიან სადღაც ისკენ. ასე რომ აი ახლა ამ ბევრი კვლევებით, რომელიც ამ ბოლო პერიოდში არის, ძალიან კარგი ყოფილა ასეთი მორგება და ძალიან კარგია რეალურად ბავშვებისთვის. მოდი ვისაუბროთ იმაზე, თუ რისგან შედგება კარგი კომუნიკაცია. პაციენტსა და ექიმს შორის კარგი კომუნიკაცია რა არის და მთელი ჩვენი პროგრამის განმავლობაში ჩვენ ძალიან ხშირად მოუტრიალდებით ამ კონკრეტულ თემას, სხვადასხვა პუნქტებს ამ სტანდარტების და შევეცდებით რომ გავაანალიზოთ ის ჩვენი ინტერაქცია, რომელიც ჩვენ გქონდა ან უნდა გქონდეს პაციენტთან, რამდენად პასუხობს ამ ახალ გამოწვევებს. აი, როგორ შევაფასებდი ჩვენ თვითონ, ჩვენ თავს, ჩვენს კომუნიკაციას პაციენტთან, თქვათ 1-დან 10 ქულამდე რომ იყოს ესეთი სკალა, 10 ყველაზე კარგი, 1 ყველაზე ცუდი. აი, როგორ შევაფასებდით? 10 კომპონენტი არსებობს, ახლა ჩამოგიყვით ამ კომპონენტებს და თქვენ გეკრებათ საშუალება, რომ თვით შეფასება მოახდინოთ და თქვენივე თავს დაფიქრდეთ და თქვენთვის თქვათ, აი მე ამაში ვარ, აი 7. აი ამ კომპონენტში 10 ვარ. აი ამაშიც 10. აი ამაში აი ეს არ ვაკეთებ ან არ გამომდის, აი აქ შეიძლება 3 ვიყო, 2, 1 და ასე შემდეგ. ამ თვით შეფასებიდან იწყება ძალიან ბევრი რაღაც. ნახეთ, შემდეგ კომპონენტები არის. პირველი კომპონენტი არის ინგლისურად greeting, ქართულად მისალმება. თითქოს არაფერი, მაგრამ ეს არის ზუსტად ის მომენტი, ის პირველი წამები, სადაც წდება ზოგადად, აი პირველი შთაბეჭდილება იქმნება პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობის და სამწუხაროდ ამ პირველ წამებს ჩვენ ცოტა უყაირათოდ ვიყენებთ ხოლმე და ხანდახან რაღაც ბიუროკრატიულ, აბსოლუტურად არა ადამიანურ რაღაცებზე ხარჯავთ. ნუ როგორც არის, მობრძანდით, ჩაწერილი ბრძანდებით, პირადი ნომერი და ასე შემდეგ. აი ასეთ რაღაცებს ასეთი ფრაზებით ვიწყებთ კომუნიკაციას და თუ კი ასეთი ფრაზებით დავიწყებთ კომუნიკაციას, სამწუხაროდ შემდეგ მოხდება ის, რომ უკვე ეს მისალმება აღარ პასუხობს იმ კრიტერიუმებს, იმ სტანდარტებს, რომ შემდეგ აი მეორე კომპონენტი არის რაპორტი დავამყაროთ. თქვენ ცნობიერი კავშირი დავამყაროთ. ხო, ის დონეები, რაც ვისაუბრეთ, რაპორტის შევეცადოთ უფრო სიღრმისეულად ჩავიდეთ, ემპათია გამოვხატოთ, საუბრის ტემპი მოვარგოთ თუ ასე შემდეგ. მისალმებას რაც შეეხება, რომ დაუბრუნდეთ იმ პირველ კომპონენტს, ნუ ჩემთვის ალბათ აი 10 ქულიანი მისალმება იქნებოდა ის მისალმება, როდესაც ყველაზე უფრო გულითადად, გულღიად, თბილად ესალმება ექიმი პაციენტს და ამით იწყება ზუსტად ის ჯანსაღი ურთიერთობა. რას ნიშნავს თბილად და გულღიად? მას უმახსენდება ბატონი გივი ჯავაშვილი, რომელთანაც ზუსტად მუშაობდით აი ამ პროგრამის შექმნაზე და აი არ მახსოვს მე ბატონ გივისთან მე კარები შემეღოს დამეკაკუნებინოს და ბატონი გივი არ წამომდგარიყო და ისე არ მომსალმებოდა. ნუ აი უდიდეს პატივისცემას ნომდეს. ჩემს მიმართ კი არა, ის ასეთი ადამიანია. მართლაც აი
ჩემი აზრით აი ექიმის ეტალონზე თუ შეიძლება საუბარი, ბატონ გიო ჯავაშვილი ნამდვილად ყავს ესეთი ადამიანი და ნამდვილად ყავს ასეთი მაგალითი. ახლა ძალიან ხშირად ექიმები მეუბნებიან, ნუ ყველა პაციენტს ხო ვერ წარმოუდგებით ეს შეუძლებელი, მესმის გასაგებია ყველაფერი, მაგრამ აქ საუბრობთ აი მათიანზე. აი ასეთი მისალმება იქნებოდა თქვენთვისაც, თქვენ რომ პაციენტი იყოთ და შედიოდეთ და წამოდგეს ექიმი, მოგესალმოს, თვალში გაგიყაროთ, გითხრათ, დაბძანდით. აი რაღაც ელემენტარული სითბო და ადამიანური ურთიერთობა გამოხატოს, ეს იქნებოდა ძალიან კარგი რაღაც დასაწყებად. ასე იწყება კარგი ურთიერთობები, ასე იწყება კარგი გამოცდილება, ასე იწყება შეხვედრა, რომელსაც მე შემდეგ პაციენტი რო გავა, თავის მეგობარს თუ ოჯახის წევრს მიწერს, რომ როგორ გამემართლა, რა კარგი ექიმი შემხვდა, როგორ კარგად წავიდა აი ეს კონკრეტული ექიმთან ვიზიტი. ესე იგი პირველი კომპონენტი მისალმება, მეორე კომპონენტი რაპორტის დამყარება, ამდენად შედგა თუ არ შედგა. მესამე კომპონენტი არის listening, ანუ აქტიური მოსმენის უნარები. ჩვენ ამას გვექნება ცალკე მოდული, ცალკე ნაწილი არის ჩვენი პროგრამის, რას მოიცავს აქტიური მოსმენა და მოსმენის კულტურა ზოგადად, რანაირად გამოიხატება და როგორ შეიძლება ეს დაგვეხმაროს. მეოთხე კომპონენტი არის adjusting, მორგება. ანუ საუბრის ტონის, ტემპის და ჟესტიკულაციის მათ შორის მორგება იმ ადამიანზე, რომელიც ჩვენს წინ არის, ამ შემთხვევაში პაციენტზე, ხო? და ყველა სხვადასხვანაირი პაციენტია და ეს მორგება აუცილებელია. ჩვენ თუ ერთნაირად მიუდგებით ყველას, რაღაც შემთხვევებში ეს მიდგომა იმუშავებს, რაღაც შემთხვევაში უბრალოდ არ იმუშავებს, ხო? შემდეგი კომპონენტი მეხუთე არის არავერბალური კომუნიკაციის უნარჩვევები. არავერბალური კომუნიკაცია ყველაფერია დაწყებული ხელების მოძრაობიდან, ჟესტიკულაცია, მიმიკა, როგორ დგავართ, როგორ ზივართ, საითკენ ვართ შეტრიალებული, ისევ და ისევ თვალებით კონტაქტი არის თუ არ არის, რამდენად ახლოს ან შორს ვართ პაციენტთან და გვექნება ძალიან საინტერესო დისკუსია ამ კუთხით, თუ რა ითვლება კარგ პრაქტიკად, რა არ ითვლება, ვისთან როგორ ფსიქოტიპების მიხედვით და ასე შემდეგ. მეექვსე კომპონენტი მესიჯები. რამდენად სწორად ვალაგებ ჩემს მესიჯებს. მესიჯები რა არის? ის ძირითადი დასამახსოვრებელი, რაც გვინდა რომ მეორე მხარეს პაციენტს დავამახსოვროთ ჩვენი შეხვედრის მერე. ხო, რამდენად სწორად შევარჩიე ეს მესიჯები, რამდენად შევზღუდე ეს მესიჯები და ზედმეტად ბევრი არ თქვი ერთბაშად ერთ შეხვედრაზე. ჩვენ ვიცით ხო, ანუ დამახსოვრების სტატისტიკა სამწუხაროდ ისეთია, რომ ჩვენ ადამიანები ვერ ვიმახსოვრეთ ყველაფერს. და მე როცა იმის გამო რომ ყველაფერს ვერ ვიმახსოვრეთ, მე შერჩევითად ვიმახსოვრეთ. და აი ეს მომენტია ზუსტად, რაც მე ძალიან ხშირად იწვევს ხოლმე მის კომუნიკაციას და პრობლემებს ურთიერთობაში და ასე შემდეგ. და მესიჯების შერჩევა, დალაგება, გადანაწილება, მიწოდება, ამაზე ვისაუბროთ, ამას გვექნება ასევე ცალკე თემა და აქაც ანუ აი 1-დან 10-მდე ჩვენ თავი რომ შევაფასოთ, თქვათ, ეხლა როგორ ვფიქრობ, რამდენად სწორად ვალაგებ მესიჯებს, ვარჩევ რა ვთქვა ჯერ, შემდეგ რაღაც რა გადავდო შემდეგ ინტერაქციისთვის თუ ასე შემდეგ. შემდეგი კომპონენტი ამ 10 კომპონენტიდან არის შეკითხვების დასმის ხელოვნება. ხელოვნებას ვიტყოდი ამას, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესია. ჩვენ შეიძლება ჩვენივე შეკითხვებით დავაფრთხოთ პაციენტი, რომ საერთოდ სხვაგან წავიყვანოთ საუბარი, ან პირიქით შეიძლება ჩვენი საუბრით, ჩვენი კითხვებით უფრო გავხსნათ, ხომ? ანუ აქაც ბევრ კონკრეტულ მაგალითს განვიხილავთ, კონკრეტულ ფრაზას ხშირად ვიყენებთ, უნდა გამოვიყენოთ, არ უნდა გამოვიყენოთ, როგორ ჯობია. ანუ აი შეკითხვებზე ნუ ერთი ოქროს პრინციპი არსებობს, რომ ზოგადად ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ღია კითხვებით და შემდეგ დახურული კითხვებით. ამ ღია კითხვებით პაციენტი იწყებს საუბარს, უფრო მეც ვასაუბრებთ პაციენტს, უფრო მეტად ვაკვირდებით პაციენტს და შემდეგ დახურული კითხვებით ვცდილობთ უკვე თუ კი რაღაცა არის დასაკონფირმებელი, საბოლოოდ თქვა დასადგენი, კი ან არა პასუხის კითხვების მეშვეობით, დახურული კითხვების მეშვეობით ვცდილობთ რომ უკვე დავაზუსტოთ ინფორმაცია, ხო? მერვე კომპონენტი, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც ძალიან ხშირად არის ხოლმე სამწუხაროდ უგულებელყოფილი, სამედიცინო პრაქტიკაში, ნუ საქართველოს შემთხვევაში ამას ვაკვირდებით და სამწუხაროდ ასეა, არის სამოქმედო გეგმაზე, მკურნალობის გზა იქნება თუ რაღაც შემდგომი ნაბიჯები, აი ამ გზებზე ერთად შეთანხმება. უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. და ძალიან ხშირად არის ხოლმე ის მომენტი, რომ აი შეიძლება ძალიან ხშირად არა, მაგრამ არის ესეთი მომენტები პრაქტიკაში სამწუხაროდ, რომ აი ჩვენ ვეუბნებით, რომ ნუ იცით, აი მე თქვენ ამას გეუბნებით, ეს არის რეკომენდაცია და დანარჩენ თქვენ იცით თქვენი საქმის. აი თქვენ იცით თქვენი საქმის, მე ხელებით დამიბანია, მე ჩემი გითხარით და აწი დაიჯერეთ თუ არ დაიჯერეთ, ეს თქვენი საქმე. აი ასეთი მიდგომა სამწუხაროდ აშველის პაციენტს. აშველის იმაში, რომ შემდეგ იყოს უფრო მოტივირებული შეასრულოს ის კონკრეტული დანიშნულება, მითითებები და ასე შემდეგ. ჩვენ ხო ვიცით რა გჭირს ჩვენ ადამიანებს და პაციენტებს მათ შორის. გჭირს ის, რომ უამრავ ექიმს ნახულობთ, უამრავ ტესტი და ასე შემდეგ ვიკეთებთ, გვაქვს მე ამ ანალიზების პასუხები, ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ექიმის დანიშნულებაც გვაქვს ძალიან ხშირად და არაერთი.
პირველი ოპინიონი, მეორე ოპინიონი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან ხშირად სამწუხაროდ შემდეგ ხდება ხოლმე ისე, რომ ვაკეთებთ, ვასრულებთ ამ ყველაფერს, რაც რა დანიშნულებაც ჩვენ მოგცა ექიმმა, ძალიან ხშირად არა და შემდეგ მეორე წრეზე მივდივართ. 6 თვის მერე, ან 1 წლის მერე, შემდეგ ისევ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ კოოპერაცია სამოქმედო გეგმებზე გზებზე ერთად შეთანხმება ნიშნავს, რომ ჩვენ პაციენტთან ერთად ვცდილობთ მოვნახოთ რაღაც, რაც მისთვისაც მისაღებია და თან არის ის, რაც რეალურად მის კურნალობაში დაეხმარება მასაც და ამ შემთხვევაში ექიმსაც, ანუ ექიმიც, როდესაც კონკრეტულ დანიშნულებას უწევს პაციენტს, ვალდებულია იფიქროს იმაზე, ეს შესრულებადია ეს დანიშნულება ამ კონკრეტული პაციენტისთვის, თუ მე ესე მოვალეობას ვიხდი, წერ რაც არის, მაგრამ გულში დარწმუნებული ვარ, რომ ეს პაციენტი ამას არ გააკეთებს. და ეს ძალიან ისეთი მომენტია, რთული ეთიკური მომენტია. ნახეთ, ანუ კი ერთის მხრივ ჩვენ მეტი რა ვქნათ ახლა? რა გვევალება? ჩვენ ხო ძალით ვერაფერს ვერ ვიზავთ, მაგრამ ძალით არა, მაგრამ აი ზუსტად ის ბიოფსიქოსოციალური მიდგომა, ზუსტად ის თანამედროვე კომუნიკაციის სტანდარტები იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ეს თავის ტკივილი დაგვემატა ექიმებს. და ექიმის პროფესიისთვის ეს უნიშნულოვანესი კომპონენტი ხდება, რომ ჩვენ შევძლოთ იმ მეორე ადამიანის დარწმუნება. მასთან ერთად გავლა რაღაც საკითხების შეთანხმება, რაღაც კონსენსუსის მიღწევა, გარკვეული მოლაპარაკება. ზუსტად ამიტომ არის ხალხშორის, რომ ამ მოდულში, ამ ჩვენს პროგრამაში არის ცალკე მოდული მოლაპარაკებების, კრიზისული სიტუაციების მართვის, კონფლიქტური სიტუაციების მართვის მათ შორის და ეს მოლაპარაკებებიც და ეს კონფლიქტური სიტუაციებიდან გამოსვლის გზებიც და რაღაცა ესე შეთანხმების მიღწევის გზებიც ზუსტად გვეხმარება იმაში, რომ პაციენტები დავარწმუნოთ და არა ის რომ მითითება მივცეთ და შემდეგ ანუ დავტოვოთ ჰაერში ამ მითითების შესრულება არ შესრულების ალბათობა. ამიტომ აი ეს ერთად შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება. რამდენად აი საუბრისას მაგალითად кейსები რომელიც ჩვენ გვექნება და ერთად ვისაუბრებთ და განვიხილავთ ხო რაღაც кейსებს, აი აქ როგორ მოიქცეოდა პაციენტი, ექიმი როგორ მოიქცეოდა თუ ასე შემდეგ. იქ რამდენად გამოჩნდება საბოლოო ჯამში, რომ მოხდა საბოლოოდ ერთად შეთანხმება და აქვე მეცხრე კომპონენტი ამ კომუნიკაციის ახალი სტანდარტების არის შეჯამება. რამდენად შეაჯამა თუ არა ექიმმა საუბარი. ანუ ვისაუბრეთ ამაზე, შევთანხმდით ამაზე. კიდევ რაიმე ხო არ არის, რაც დღეს დაგჭა გასავლელი. კიდევ რაიმე ხომ არ არის, რაც არ გვისაუბრია და დარჩენილ დროში რაც შეგვიძლია რომ მოვასრულოთ. და ასე შემდეგ. ანუ აი ეს summary ეგრეთ წოდებული ინგლისური, ანუ შეჯამება აუცილებელი კომპონენტია და ამის გარეშე დასრულებული კომუნიკაცია, ისე რომ უბრალოდ ჩვენ რაღაცებზე ვილაპარაკებთ, ხალხშორის ხანდახან ვაჭრობა ხდება, ამას ვიზავ თუ ამას ვიზავ, ამას გავაკეთებ თუ ამას გავაკეთებ, ეს გვეკუთვნის, არ გვეკუთვნის, სხვადასხვა. ანუ აი ამ ყველაფრის ბოლოს პაციენტისთვის უმნიშვნელოვანესია რაღაც ფორმით ეს რაღაც ფორმა ძალიან კარგია, იყოს უბრალოდ ვერბალური შეჯამება, თქმა იმის რომ აი ხა ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, ნახეთ. ამაზე შევთანხმდით, ამაზე გელოდებით, ამას ეხა თავს ვანებებთ, აი ამ საკითხზე, ამ კონკრეტულ ექიმთან გიშებთ თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ნახეთ, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ძალიან ხშირად უგულებელყოფილი და თითქოს და ანუ ჩვენ ამას ვუტყუებთ ასე ვთქვათ პაციენტის ხარეს, რომ აი თვითონვე დაიმახსოვრონ, ჩაიწერონ თუ ვერ იმახსოვრებენ, ნუ ჩვენ რა ვქნათ. აი ჩვენ ვალდებულებად ითვლება, რომ კომუნიკაციაში შევძლოთ ამ ყველაფრის ინკორპორაცია, რომ ეს შეჯამებად ჩავთოთ, რადგან საბოლოო ჯამში მის კომუნიკაცია და მეორე პრობლემები თავიდან ავიციროთ. და ბოლოს მე-10 კომპონენტი, ინგლისურად ეს კომპონენტი ჟღერს ასე judgment free language. რას ნიშნავს judgment free language? ეს ნიშნავს ისეთი ენის გამოყენებას ზოგადად საუბრისას, ისეთი ტონის გამოყენებას, რომ პაციენტმა არ იქცნოს გაკიცხვა, საყვედური, ქედმაღლობა, აგრესია, დაცინვა, ან რაღაც დომინანტური ქცევა ექიმის მხრიდან. ხომ, ანუ აი აქ საუბარია იმაზე, რომ ეს ყველაფერი არ იყოს. ანუ სადღაც მისამებიდან დაწყებული ბოლო შეჯამებამდე რა ხომ არ ჩანს შემთხვევით რაღაცის მომენტი, სადაც ჩვენ განკიცხავთ, რაღაც საყვედურობთ, ცოტა ვქედმაღლობთ თუ ასე შემდეგ. აი ამის გაკონტროლება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდ პრობლემად პაციენტსა და ექიმის შორის კომუნიკაციაში, პირდაპირ ვიტყვი ამის პრობლემა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი, ეს ჩვენი განკიცხვა იქნება, საყვედური იქნება, გაქილიკება თუ რაღაც დომინანტური ქცევა, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ხელს უშლის პაციენტს იყოს მოტივირებული, შეასრულოს კონკრეტული დანიშნულება, იყოს კეთილგანწყობილი და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ უწყობს ხელს ნდობის ჩამოყალიბებას, ამიტომ
აი ეს ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ და ვეცადოთ რომ ჩვენ საუბარში ეს არ გამოჩნდეს. აქაც სამწუხაროდ არის რაღაც ფრაზები, რომელიც ისე გვაქვს გამჯდარი, რომ ვერ ხვდებით, რომ ეს რეალურად გაკიცხვა, ეს რეალურად რაღაც ისეთი რამეა, რაც ჯობია არ თქვა და ერთად ვილაპარაკებთ, ვისაუბროთ მაგალითებზე, სხვა ფრაზებზე, ტერმინოლოგიაზეც და ასე შემდეგ. ანუ მოდი კიდევ ერთხელ ვთქვათ ეს 10 კომპონენტი. მისალმება, რაპორტის დამყარება, აქტიური მოსმენის უნარები, საუბრის ტონის, ტემპის, ჟესტიკულაციის მორგება, არავერბალური კომუნიკაციის უნარები, მესიჯების შერჩევა, ღია და დახურული კითხვების სწორი კომბინაცია, სამოქმედო გეგმებზე, გზებზე ერთად შეთანხმება, საუბრის შეჯამება, დასრულება და judgment free language, ანუ საუბრის წარმართვა ისე, რომ პაციენტმა არ იცნოს გაკიცხვა საყვედური ქედმაღლობა თუ ასე შემდეგ. აი, ეს 10 კომპონენტი არის ამ ჩვენი პროგრამის მიხედვით ის კომპონენტები, რომელთაც ჩვენ შევაფასებთ ჩვენ თავს და შევაფასებთ კონკრეტულ კომუნიკაციას, კონკრეტულ ინტერაქციებს, რამდენად ის პასუხობს ამ თანამედროვე სტანდარტებს. ოდით ბედნიერება რახან ვახსენეთ, ერთი ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარდა ამერიკაში და ამ კვლევაზე მინდა მოგიყვეთ ორი განსხვავებული ჯგუფი გამოიკვლიეს ადამიანების, რადიკალურად განსხვავებული ჯგუფი. პირველი ჯგუფი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც რამდენიმე კვირის წინ მოიგეს ლატარია სხვადასხვა შტატში და მოიგეს თან $1,000,000 ან მეტი. $1,000,000-ზე მეტი მოგებულ ადამიანებს ამ ადამიანებს როცა უტარებთ კვლევას, გასაგებია თან ასე ახლახანს მოხდა სულ რამდენიმე კვირის წინ მათი ბედნიერების ხარისხი სადღაც ზევით მაღლა იყო ბუნებრივია და ეს დაადგინეს გადასარევად სხვა კითხვარებით თუ ასე შემდეგ. მეორე ჯგუფი ადამიანების იყვნენ ადამიანები, რომლებიც კიდევ ერთხელ რადიკალურად განსხვავდებოდნენ ამ ჯგუფისგან, იმიტომ რომ ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც რაღაც გარკვეული გარემოებების გამო დაკარგეს ორივე ქვედა კიდური, ანუ ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა და აი ამ მდგომარეობაში იყვნენ და აქ რა ბედნიერებაზეა საუბარი ბუნებრივია, საშინაო უბედურები იყვნენ და მათი ბედნიერების ხარისხი იყო ძალიან მოსალოდნელიც იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან საინტერესო რაღაც არის ამ კვლევის მეორე ნაწილი, რომელიც 1 წლის მერე ჩატარდა და 1 წლის მერე იგივე ადამიანები გამოიკვლიეს და ისევ გაზომეს მათი ბედნიერება. ის ადამიანები, რომელმაც $1,000,000 მოიგეს, $1,000,000 და მეტი მოიგეს, 1 წლის შემდეგ მათი ბედნიერების ხარისხი თურმე ნელ-ნელა ჩამოვიდა დაბლა, ხოლო იმ ადამიანების ბედნიერების ხარისხი, რომელმაც ქვედა კიდურები დაკარგეს, ნელ-ნელა იზრდებოდა ამ 1 წლის განმავლობაში და თითქმის გაუტოლდა აი ამ $1,000,000-იან მოგებულების ბედნიერებას. ანუ დაუახლოვდნენ ესენი ერთმანეთს. საშინელი რაღაც რაც მოხდა, ძალიან მაგარი რაღაც რაც მოხდა, მაგრამ გავიდა დრო, სულ რაღაც 1 წელი და თურმე ის აღარ არის ბედნიერება და ესეც ისეთი უბედურება არ არის შეეგუა თუ მოძებნა თავის თავში ძალა თუ ასე შემდეგ ადამიანმა. აი ნახეთ რამდენად რთულია, ამიტომ საუბარი ბედნიერება და რამდენად დროსთანაც არის ეს დაკავშირებული. ხო, კონკრეტულ მომენტში შეიძლება რაღაც გავბედნიერებდეს, მაგრამ ეს კონკრეტული მომენტი კიდევ ერთხელ გადის დრო და ისევ და ისევ რაღაც წონასწორდებით, სულ მუდმივად ახალი რაღაც გვჭირდება ზოგადად ადამიანებს. ეს არის და ბევრ რაღაცას კიდევ ვეგუებით და ვიღებთ ამას როგორც არის. ამიტომ ბედნიერებისთვის რაიმე გარე კომპონენტზე საუბარი, რომ აი ის მექნება და მე ბედნიერი ვიქნები, ცოტა არარეალურია. ამ კუთხით ჩვენ ბედნიერებას ვერაფერი გარედან ვერ მოგვანიჭებს. აი შიგნით შეიძლება. რა აძლევს იმ ქვედა კიდურებ დაკარგულ ადამიანებს იმის საშუალებას, რომ მათ ბედნიერების ხარისხი გაიზარდოს იმ 1 წლის განმავლობაში, ეს ძალიან საინტერესო რამ არის და მოდი ერთად ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს ბედნიერება თქად ასეთი ობიექტური გარემოებებით გამოწვეული შეებოსულაც არ იყოს. და ბევრი რაღაცა, რასაც ჩვენ ბედნიერებას ვეძახით, არის აქ ჩვენში. კიდევ ერთი საინტერესო კვლევა ბედნიერებასთან დაკავშირებით, ესეთი რეპორტი არსებობს, GALAP-ი არის ესეთი ძალიან ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ცნობილია სხვა კვლევების ჩატარებით და ძალიან კარგად აკეთებენ ძალიან ბევრ კვლევას მთელ მსოფლიოში და აი ეს ამ ორგანიზაციის მიერ ყოველწლიურად დგება ხოლმე ესეთი ემოციების რეპორტი გლობალური და ადგენენ სხვა ქვეყანაში ადამიანები რამდენად ბედნიერები არიან, რამდენად ქონდა დადებითი რაღაც გამოცდილებები თუ უარყოფითი გამოცდილებები და ამ ბედნიერების მათი საზომი ასე არის, ისინი ასე აკეთებენ, რომ ანუ ცალკე აქვთ გამოყოფილი კომპონენტები, რომელიც რაც ეძახიან დადებითი გამოცდილებებს, ანუ რამდენად ქონდა ადამიანებს გარკვეული დადებითი გამოცდილებები და ცალკე აქვთ რაღაც კომპონენტები, რომელიც ეძახიან უარყოფით გამოცდილებებს. და კითხვები არის ძალიან მარტივი. აი დადებითი გამოცდილებების ინდექსში მაგალითად კითხვები არის შემდეგი. გრძნობდით თუ არა გუშინ რაიმე მომენტში დღის თავს კარგად დასვენებულად. ეს მარტივი.
კითხვა არის. ან გუშინთან. ნახეთ, აი ესეთნაირად ეკითხებიან. ან მეორე კითხვა, გრძნობდით თუ არა გუშინ მთელი დღის განმავლობაში პატივისცემას? კიდევ შემდეგი კითხვები. ბევრჯერ გაიღიმეთ ან გაიცინეთ თუ არა გუშინ. თუ ბევრჯერ გაიღიმეთ, გაიცინეთ, ესეც ემატება ბუნებრივია ამ ბედნიერებას. და მეოთხე ძალიან საინტერესო კომპონენტი. მეოთხე კომპონენტი ამ გალაფის ამ გამოკითხვაში იყო გუშინ, ისევ გუშინ, ისწავლეთ თუ არა რაიმე ახალი, ან გააკეთეთ თუ არა რაიმე ახალი, პირველად რაიმე. ზოგადად ეს ძალიან საინტერესო მომენტია. ფსიქოლოგები ძალიან ხშირად ადამიანებს, რომლებიც მათ მიმართავენ ხოლმე დეპრესიით და სხვადასხვა ფსიქიური აშლილობით, ხომ, მათ ხანდახან დაუსვამენ ხოლმე ესეთ კითხვას, ბოლოს როდის გააკეთე რაიმე პირველად. აი დავფიქრდეთ. ბოლოს როდის გავაკეთეთ რაღაც პირველად. შეიძლება იყოს ძალიან მარტივი რაღაც, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ რაღაც სიახლეები შემოვიდოთ. ეს თურმე ჩვენი ბედნიერებისთვის არის მნიშვნელოვანესი რამ. ნუ სამწუხარო ის არის, რომ გალაფის ამ რეპორტით საქართველოს აღმოჩნდა ბოლო 20-ში, თუ ბოლო 10-ში, ძალიან დაბლა ვართ. ერთ-ერთი ყველაზე უფრო უბედური ქვეყანა გვაღიარეს, იმიტომ რომ ჩვენთან ეს დადებითი გამოცდილებები იყო ყველაზე უფრო ნაკლები. ბევრ ქვეყანას შორის ჩაატარეს ეს გამოკითხვა და ნუ კიდევ ემატება მეორე მხარეც ინდექსის ეგ ნეგატიური გამოცდილებების კითხვარი ასევე შედის. ამ ნეგატიურ გამოცდილებებში ნახეთ რა შედის. აი ისევ და ისევ გუში ქონდა თუ არა ფიზიკური ტკივილი, შფოთვა ან ღელვა, სტრესი, სიბრაზე. ნახეთ, სიბრაზეც ერთ-ერთი კომპონენტი. ჩვენ თვითონ ამაზე შეიძლება ბრაზდებით რაღაცაზე ან ვიღაცაზე, მაგრამ ეს ჩვენ გვჭამს, ჩვენთვის არის. შემდეგ ძალიან ცუდი. ამიტომ თუ კი ჩვენ თავს რო შევეკითხებით ის დადებითი გამოცდილებების ინდექსზე, მოდი დავუსვათ ჩვენ თავს კითხვა, აბა რამდენად უპასუხებ ამ კითხვებს კი, რამდენად ბედნიერი ვარ, გუშინდელი დღით, თუნდაც. და მერე დავუსვათ ჩვენ თავს ეს თუნდაც ამ ნეგატიური გამოცდილებების კუთხით გვიგრძნიოთ თუ არა გუშინ ეს სიბრაზე, ღელვა, სტრესი და ასე შემდეგ და აი ეს გამოცდილებები თუ გქონია ბუნებრივია ესეც ქვევით წერს. სხვა შორის ასევე ნეგატიური გამოცდილებების ინდექსში არის ფიზიკური ტკივილიც. ბუნებრივია თუ ფიზიკური ტკივილი არის გუშინდელ გამოცდილებაში ის მნიშვნელოვნად წერს ქვევით ბედნიერებას. ნუ აი ესეთი ინდექსი არის, კიდევ ერთხელ ვიზახე სამწუხაროა რომ საქართველოს აქ მოხვდა ერთ-ერთ ყველაზე უფრო ბოლო ადგილზე და აქაც ალბათ ერთი რამეზე არის ისევ და ისევ აქცენტი გასაკეთებელი, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ისევ და ისევ ვეძებთ ბედნიერებას გარე ფაქტორებისგან გვინდა ეს ბედნიერება მივიღოთ და აქედან შევივსოთ, არა და რეალურად ძალიან ხშირად ეს არის ჩვენზე დამოკიდებული. როგორ ვუყურებთ ცხოვრებას, როგორ ვუყურებთ იმას, რასაც ვაკეთებთ ყოველდღე და რას ვაკეთებთ ყოველდღე. რამდენად იქ არის ის დადებითი გამოცდილებები, თუნდაც რაღაც ახლის კეთება, თუნდაც გაღიმება, თუნდაც ის მომენტი, რომ შევეცადო რომ ჩემი თავი ჩავაყენო ისეთ სიტუაციებში, სადაც პატივისცემა ჩემს მიმართ იქნება, ისეთ სიტუაციებში, სადაც რეალურად სტრესი იქნება ნაკლები, ღელვა, შფოთვა და ასე შემდეგ, ზედმეტად არ კონდეს და ცოტა დავწიო ეს მომენტი და არ ვიღელო ისე და შფოთვა არ დამიწყოს რაღაცებზე, რასაც ვერ შევწვლი, რაც ჩემს ხელთ ნამდვილად არ არის. ერთი რაღაცის უფლება ნამდვილად გვაქვს ადამიანებს, რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს გარშემო. ფიქრი არის ძალიან ინდივიდუალური თავისუფალი რაღაც ჩვენთვის. ანუ ჩვენ როგორ ვიფიქრებთ, როგორ მივუდგებით რაღაცას, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. გარე ფაქტორები ჩვენზე დამოკიდებული არ არის. აი ვიფიქროთ ამაზე, როცა ბედნიერებაზე ჩამოვარდება ხოლმე საუბარი და როცა ამაზე დავიწყებთ ფიქრს.